ჩვენ კვლევისა და აღმოჩენების ყველა დროის უდიდესი ეპოქის ზღვარზე ვართ. წარმოიდგინეთ დედამიწა ოკეანის გარეშე. რა მოხდება? მივიღებთ პლანეტას, რომელიც ძალიან დაემსგავსება მარსს. არ არის ოკეანე, არ არის სიცოცხლე. ჩვენ ოკეანეს ყოველთვის ნარჩენების გადასატანად ვიყენებდით და სულ უფრო ხშირად ვხედავთ, თუ როგორ ბრუნდება ეს ჩვენთან ბუმერანგის მსგავსად, იქნება ეს მიკროპლასტმასის, მძიმე მეტალების თუ ტოქსიკური ქიმიკატების სახით. მეცნიერები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მიკრო და ნანოპლასტიკის ნაწილაკები მარიანას ღრმულშიც ყია და ევერესტის მწვერვალზეც და არქტიკაშიც. ეს სენსაციური აღმოჩენა იყო. ნანონაწილაკები ახშობენ წყლის გამფილტრავ არსებების ორგანიზმებს. ამგვარად, ჩვენ თავად ვჭამთ მიკროპლასტმასის საკმარის რაოდენობას. და ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. დაიცავით ბუნება, განსაკუთრებით ოკეანი, თითქოს თქვენი სიცოცხლე მასზე იყოს დამოკიდებული. იმიტომ, რომ ასია. დოქტორ ერლ, ალატრასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების სახელით, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ კაცობრიობის წინაშე დამსახურებისთვის მედალი. ჩვენი გულწრფელი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლოდ დედამიწისა და მასზე არსებული ყველა სიცოცხლის დაცვაში შეტანილი თქვენი განსაკუთრებული წვლილისთვის. მე კვლავაც გავაგრძელებ მცდელობას. ჯერ კიდევ იმდენი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ აღმოჩენების უდიდესი ეპოქის სურბლზე ვდგავართ. და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ პატარა ლურჯ პლანეტაზე, რომელიც სწორედ ცენტრში მდებარეობს. მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს აქ ყოფნა და ამ ორ არაჩვეულებრივ ქალბატონთან საუბარი, რომელთა მთელი ცხოვრების მოღვაწეობა მათ შეცვალა ის, თუ როგორ გვესმის, ვიკვლევთ და ვიცავთ ჩვენს ოკეანეებს. დღეს ჩვენთან ერთად არის პიონერი, რომლის სახელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. დოქტორი სილვია ერლი, ლეგენდარული ოკეანოგრაფი, National Geographic-ის მოწვეული მკვლევარი და ისტორიაში საზღვაო მეცნიერებისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხმა საზღვაო მეცნიერებისა და ბუნების დაცვის ისტორიაში. მისმა საქმიანობამ მას საშუალება მისცა. შეესწავლა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილები და გამხდარიყო ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი მსოფლიო ოკეანეების დაცვის საერთაშორისო ძალისხმევისა. ასევე ჩვენ გვაქვს პატივი, რომ დღეს შემოგვიერთდეს კიდევ ერთი შესანიშნავი ლიდერი, ლის ტეილორი, რომელიც დოქტორ ერლის ქალიშვილია. ლიზი არის ვიზიონერი საზღვაო ინჟინერიაში და კომპანია Doer Marine's პრეზიდენტი. ათწლეულების განმავლობაში ინოვაციების მეშვეობით იგი დაეხმარა იმ ტექნოლოგიების შექმნასა და აგებაში, რომლებიც შესაძლებელს ხდის ოკეანის სიღრმეების კვლევას, რითაც უმაღლეს დონეზე დააკავშირა მეცნიერება, ინჟინერია და აღმოჩენები. Together, their work represents both sides of the ocean exploration, understanding the ocean and creating. მათი ერთობლივი მუშაობა აერთიანებს ოკეანის შესწავლის ორ სფეროს, მის შესწავლას და ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლებიც მისი სიღრმეების შესწავლის საშუალებას იძლევა. სამეცნიერო აღმოჩენებიდან ტექნოლოგიურ ინოვაციებამდე, ამ მკვლევარების გაერთიანებულმა წვლილმა ხელი შეუწყო ჩვენი პლანეტის წყალქვეშა სამყაროში კაცობრიობის შესაძლებლობების საზღვრების ხელახლა წარმოდგენას. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და ჩვენი აქ მოწვევისთვის. და პირველი კითხვა, რომელიც მსურს ორივეს დაგისვათ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკეანეს მიუძღვენით და ეს აღიქმება არა მხოლოდ როგორც პროფესია, არამედ როგორც ძალიან ღრმა პირადი კავშირი. მსურს დავიწყო რა იყო ოკეანეში ისეთი, რამაც ასე მოგხიბლაც, რომ მიხვდით, რომ ის თქვენი ცხოვრების საქმე გახდებოდა?
3 წლის ასაკში ტალღამ წამაქცია და ოკეანემ სწორედ მაშინ მიიპყრო ჩემი ყურადღება. თუმცა ჩემი ინტერესი საბოლოოდ იმამ განამტკიცა, რომ ბავშვობაში ჩემი მშობლები ნიუ-ჯერსიდან ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად და ჩვენ პირდაპირ წყლის პირას ვცხოვრობდით. იმის ნაცვლად, რომ მრავალი ბავშვის მსგავსად სპორტით ან სხვა რამით ყოფილიყავი დაკავებული, მქონდა ბედნიერება მექსიკის ყურე ახლოს გამეცნო. ჯერ კიდევ მანამ, სანამ წყალქვეშა ნიღაბი ან ლასტები მექნებოდა, უბრალოდ წყალში ვჭკუმპალაობდი და ნაპირთან არსებულ არსებებს ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, ბავშვების უმეტესობას, თუ შესაძლებლობა მიეცემა, ძალიან აინტერესებს მათ გარშემო არსებული სამყარო, სხვა ცოცხალი არსებების ბუნება. უფრო მეტიც, ნებისმიერი არსება, იქნება ეს კატები, ძაღლები, ჩვეულებრივი შინაური ცხოველები თუ გარეული ცხოველები, ფრინველები, თევზები, ზოგიერთი სწრაფი ციყვი, თუ საერთოდ სხვა რამ. ჩემს შემთხვევაში არჩევანის გაკეთებაზე არც კი მიფიქრია. ოკეანემ უბრალოდ ჩამithრია, რადგან იქ ისეთი არსებები ბინადრობდნენ, რომლებსაც ხმელეთზე ვერ ვხედავდი. მათ უბრალოდ ყურებით ვეცნობოდი, რადგან ისინი ჩემ თვალწინ იყვნენ და მას შემდეგ ეს ინტერესი მხოლოდ ხრმავდებოდა. ჩემთვის კი ოკეანე ყოველთვის იყო ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი. იგი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. იცით, ჩვენ სამზარეულოში შინაური მოლუსკებიც კი გვყავდა და ავტოფარეხში მცენარეების ჰერბარიუმებს ვაკეთებდით. ასე რომ, ამ ყველაფერში ძალიან ადრეული ასაკიდანვე აღმოჩნდი ჩათრეული, რასაც დაემატა გარეთ, ბუნებაში კვლევისთვის გატარებული დიდი დრო. იმ პერიოდში მობილური ტელეფონები, პლანშეტები და მსგავსი ნივთები არ გქონდა, ამიტომ გვეუბნებოდნენ, გარეთ გავსულიყავით და გვეთამაშა. შესაბამისად, ჩემი ბავშვობა სავსე იყო ასეთი საბაზისო კვლევებითა და იმ ადგილზე ზრუნვით. გავდიოდი გამადიდებელი შუშით და ვაკვირდებოდი პატარა არსებებს, თავკომბალებსა და პლაჟზე მყოფ პატარა მოლუსკებს, დონაქსებს. შემდეგ კი უკვე წყლის ზედაპირის ქვეშ ციებაზეც გადავედი. ცურვა და სნორკელინგი ძალიან პატარა ასაკში ვისწავლე. აკვალანგით ყვინთვის პირველი გამოცდილება კი 9 წლისას მქონდა. გარდა ამისა, დიდ დროს ვატარებდი საჯარო აკვარიუმებშიც. ვუვლიდი თევზებს, რომლებიც იქ ხვდებოდნენ და მართლაც ვცდილობდი დამენახა, როგორ ადაპტირდებოდნენ ისინი ტყვეობაში და როგორ შეეძლოთ გამხდარიყვნენ თავიანთი სახეობის ერთგვარი ელჩები, რათა ადამიანებს უკეთ გაეგოთ, თუ რა ბინადრობს ოკეანესა და სხვა წყლის სივრცეებში. ვფიქრობ, წყალქვეშ ცხოვრებამ დამანახა თევზების ბუნება როგორც ინდივიდებისა. როდესაც აკვარიუმი თავად ოკეანე იყო, მქონდა შესაძლებლობა თევზები ინდივიდუალურად გაგეცნო. ადამიანების უმეტესობა თევზს მხოლოდ საკუთარ თეფშზე იცნობს, მაგრამ აქ თქვენ მათ ხედავთ, როგორც არსებებს, რომლებთანაც შეგიძლიათ ურთიერთობა და ისინი გცნობდნენ კიდეც. დიახ, ისინი ნამდვილად ასეთები არიან და მცნობდნენ მე, როგორც კონკრეტულ ადამიანს, სხვებისგან განსხვავებით. განსაკუთრებით ზოგიერთი უფრო დიდი თევზი, მაგალითად ჯგუფერი, ქვის ქორჭილა და სხვები, რომლებსაც ადამიანები უბრალოდ პროტეინად მიიჩნევენ, იცით, 1 კილოგრამ ცილად, თუმცა ისინი ძალიან გონიერი ცხოველები არიან. ისინი პირდაპირ ჩემკენ მოდიოდნენ, როგორც კი დამინახავდნენ, მოცურდებოდნენ და უბრალოდ მიყურებდნენ. და ზოგჯერ ისინი წყალს აფურთხებდნენ ან ასხამდნენ წყალს იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოსწონდათ. დიახ, ასე აკეთებდნენ. იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არ უყვარდათ და მორჩა. კუდის ერთი დიდი მოქნევით აკვარიუმიდან წყლის მთელ კედელს უშენდნენ მათ, ასე რომ ზოგიერთი მათგანი იცით, ძალიან ავლენდა ასეთ ხასიათს. ერთხელ დამიყვირეს კიდეც, როცა ხელი აკვარიუმში მქონდა ჩაყოფილი ელექტრონულ ლოქოსთან და მინას ვწმენდი. ამ თევზს ძალიან ვუყვარდი, არასდროს მაწუხებდა. ერთ-ერთმა უფროსმა თანამშრომელმა აკვარიუმისტმა დამიყვირა. ამას რას აკეთებ, იცი, მას დენის დარტყმა შეუძლიაო, მაგრამ მას ეს არასდროს უცდია. ყოველთვის ძალიან მშვიდად იყო და არასდროს მერჩოდა, მაგრამ სხვებს კი ურტყამდა დენს. დიახ, 1-2 ადამიანი ნოკაუტშიც კი ჩააგდო. ეს სწორედ ის ემპათია, რომელიც ბევრს როგორც ჩანს დაავიწყდა. ვფიქრობ, ბავშვები ბუნებით ცნობის მოყვარეები და კეთილები არიან. ეს სიმართლეა. მაგრამ ჩვენ ბავშვებს უბიძგებთ, რომ არსებითად მოკლა მოინდომონ. წავიდეთ, რამე დავიჭიროთ. და საერთოდ შესანიშნავია ყოფნა ისეთ ატმოსფეროში, სადაც ადამიანებს ეს ადარდებთ. და ხშირად ასეც არის ხოლმე. შენ კი ეს პირდაპირი გამოცდილება ბავშვობიდან გქონდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხალისეთა ჯგუფსაც კი ხელმძღვანელობდით.
დიახ, იმ დროს მოხალისეთა დიდ გუნდს ხელმძღვანელობდი, როცა ბავშვებს მოხალისეობა ჯერ კიდევ შეეძლოთ. ახლა ეს მთელი დიდი პროცესია, მაგრამ მაშინ ფაქტობრივად უბრალოდ გიშვებდნენ და ვეხმარებოდით ყველაფერში, რაც საჭირო იყო. იქნებოდა ეს დელფინის გამოკვება თუ ზვიგენის გასეირნება. ეს წარმოუდგენელი იყო. ეს საოცარია. დიახ. და დოქტორო ერლ, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ოკეანის ჯანმრთელობა ჩვენს ჯანმრთელობას ნიშნავს. როდესაც ადამიანებს ესმით სიტყვა ოკეანე, ისინი ჩვეულებრივ ფიქრობენ ვეშაპებზე, პლაჟებსა და რიფებზე. როგორ უხსნით დღეს ფართო აუდიტორიას, რომ ოკეანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ბუნებასთან, არამედ ადამიანის ორგანიზმთან, ჩვენს საკვებთან, ჰაერთან, რომლითაც სუნთქავთ და მომავალ თაობებთან. ერთ-ერთი გზა იმის გასაცნობიერებლად, რომ ოკეანეს მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის, არის დედამიწის წარმოდგენა ოკეანის გარეშე. რა დაგრჩებათ? მივიღებთ პლანეტას, რომელიც ძალიან დაემსგავსება მარსს. როგორც ჩანს, მარსეც იყო ოკეანე დიდი ხნის წინ, მაგრამ ახლა აღარ არის. იქ არის წყალი, თუმცა ძალიან ცოტა დედამიწასთან შედარებით. ჩვენი პლანეტა ოკეანის დომინირებით გამოირჩევა. დედამიწის წყლის 97% ოკეანეა. მხოლოდ 3% შეადგენს მდინარეები, ტბები, ნაკადულები, მიწისქვეშა წყლები და წყალი ყინულის სახით. დედამიწის მტკნარი წყლის უდიდესი ნაწილი ანტარქტიდის ყინულებშია გამომწყვდეული. ასე რომ, როდესაც კითხულობთ, რატომ უნდა მადარდებდეს ოკეანე? პასუხი მარტივია, არ არის ოკეანე, არ არის სიცოცხლე. დიახ. ხანდახან ასეც ვამბობ ხოლმე, არ არის ლურჯი, არც მწვანეა, რაც აბსოლუტური სიმართლეა. ჩვენ გვჭირდება ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც დედამიწას სიცოცხლისთვის გამოსადეგს ხდის. თუმცა წყლის გარეშე ცოცხალი არაფერი იქნებოდა. ზუსტად ისე, როგორც მარსზე. დიახ. და ჩვენ მართლაც სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ყოველივე იმაზე, განსაკუთრებით ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისიდან მოყოლებული, რაც კი ოკეანეში ჩავყარეთ. ჩვენ მას ყოველთვის ვიყენებდით ნარჩენების გადასატანად, იქნება ეს კანალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო ჩამონადენი, ძველი საბრძოლო მასალა, ყველაფერი ზედიზედ იმის რწმენით, რომ დაბინძურების პრობლემის საუკეთესო გამოსავალი ყველაფრის წყალში გახსნაა. თუმცა ეს ასე არ არის სიცით და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად გვიბრუნდება უკან მიკროპლასტიკის, მძიმე ლითონებისა თუ ტოქსინების სახით. სასოფლო-სამეურნეო ტოქსინების სახით. დიახ, სასოფლო-სამეურნეო ტოქსინების სახით. და ეს ბიოაკუმულირდება თევზებსა და მოლუსკებში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ. ასევე ჩვენ დავინახეთ ადამიანებში ვიბრიონის ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების მკვეთრი მატება. ბავშვობაში ყოველთვის გვეუბნებოდნენ. ხელი თუ გაიჭერი ოკეანეში ჩაყავი, ეს მოშუშებაში დაგეხმარებაო. დღეს კი პირიქითაა. ღია ჭრილობა გაქვს. წყალში არ შეხვიდე, შეიძლება მისგან ხორცის მჭამელი ბაქტერია აიკიდო. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ თვალი ვადევნოთ და გავიგოთ, სად შეიძლება გაჩნდეს ინფექციის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ესკერები და უკეთ მოვახდინოთ მათი წყაროების იდენტიფიცირება. ასევე ვცდილობთ გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ გასასუფთავებლად სანაპირო ზოლის აღდგენის, ჭაობიანი ადგილების რეაბილიტაციის გზით, რათა პლანეტას მივეცით საშუალება შეასრულოს ფილტრაციის ის ფუნქცია, რომელსაც იგი 1000 წლეულების განმავლობაში ისედაც აკეთებდა, მრავალი წლის განმავლობაში. ზუსტად, ახლა კი გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ხმელეთზე ღია ბუნებრივი ტერიტორიების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ წყლის ხარისხზე. როგორც ჩანს, ჩვენ დავარღვიეთ ეს ციკლი. მართალია, პლანეტა მშვენივრად ართმევდა თავს ამ საქმეს ჩვენი. დიახ, ჩვენი დახმარების გარეშე. ზუსტად ასეა, დიახ, და ასევე დღეს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია, NOAA, ხაზს უსვამს, რომ ოკეანის უდიდესი ნაწილი კვლავ შეუსწავლელია. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, გლობალური ოკეანის ფსკერის მხოლოდ 27,3%-ია კარტოგრაფირებული თანამედროვე მაღალი გარჩევადობით, ხოლო ღრმა ზღვის ფსკერის 0,001%-ზე ნაკლებია რეალურად ვიზუალურად ნანახი ადამიანის მიერ. დოქტორო ერლ, თქვენ ხშირად ავლებთ პარალელებს ოკეანესა და კოსმოსს შორის და აღნიშნავთ, რომ ოკეანის ფსკერი უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე მარსის ზედაპირი, როგორც უკვე ვახსენეთ. ღრმა ზღვის სიცოცხლის ეკოსისტემების, ოკეანის ფსკერისა თუ მიკრობული სამყაროს, რომელიც სფეროები მიგაჩნიათ დღეს ყველაზე ნაკლებად შესწავლილად.
ვერ გეტყვით, რომ შემიძლია პირდაპირი პასუხი გაგცეთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ოკეანის შესახებ შევიტყვეთ, არის იმის მასშტაბი, რაც არ ვიცით. უბრალოდ დაფიქრდით, ჩემს სიცოცხლეშიც კი აღმოვაჩინეთ არა მხოლოდ ახალი სახეობები ან ახალი ოჯახები, არამედ ცოცხალი ბუნების მთელი სამეფოები. და ვინ იცის, კიდევ რა იმალება იქ ქვემოთ? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ოკეანის მთლიანი მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილი შევისწავლეთ. ძალიან მცირე ნაწილი. ჩვენ კვლევისა და აღმოჩენების ყველა დროის უდიდესი ეპოქის ზღვარზე ვართ. გულისხმობ იმას, რომ როდესაც ვფიქრობთ ჩვენს პოლიტიკაზე, კანონები, რომლებსაც ვქმნით, ეფუძნება იმას, რაც უკვე ვიცით. მაგრამ ახლა, როდესაც ვიცით, თუ რისი დანახვა შეგვიძლია ამ უცნობი სამყაროდან, ადგილი უნდა დავუტოვოთ იმასაც, რასაც ჯერ კიდევ ვსწავლობთ. ჩვენ გარკვეულწილად შევიბოჭეთ თავი იმით, რომ ჩამოვაყალიბეთ მკაცრი პოლიტიკა ოკეანის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვითვლით ციფრებს, თუ რამდენი არსების უსაფრთხოდ ამოღება შეგვიძლია ისე, რომ ოკეანეში კვლავ დარჩეს თინუსი, ხმალთევზა, კალმარი, ლობსტერი, კრევეტი და ყველა სხვა დანარჩენი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენი იყო თავდაპირველად ან რამდენია ახლა. ყველა ეს გამოთვლა უბრალოდ მშვიდობის ილუზიაა, რომელიც საკუთარ თავს დავაკისრეთ. მაგრამ თუ აღიარებთ, რომ სინამდვილეში არაფერი ვიცით, მაშინ გაცილებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა შევამციროთ ჩვენი სიხარბე. ჩვენ უკვე დავიჭირეთ ოკეანის ბიომასის დაახლოებით ნახევარი ჩვენივე საჭიროებებისთვის, ძირითადად რა თქმა უნდა საკვებისთვის. მაგრამ ასევე სრულიად არ ვიცით ჩვენი ქმედებების შედეგების შესახებ. ამდენი ცოცხალი არსება უმიზეზოდ იღუპება, როდესაც ვცდილობთ გარკვეული თევზის დაჭერას გრძელი ძუებით. ჩვენ არ გვაქვს წყალქვეშ ნიშანი წარწერით, კაუჩი მხოლოდ ხმლის თევზისთვის. ამ კაუჩებზე უამრავი სხვადასხვა არსება იჭედება, იღუპება და უბრალოდ იყრება. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომლითაც სიცოცხლეს ვიღებთ ოკეანიდან. მეორე გზაა, უზარმაზარი ბადის ზღვის ფსკერზე გადათრევა. შედეგად, დაჭერილი თევზის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება, დანარჩენი კი უკვე მკვდარი ზღვაში იყრება. ბადეში ყველაფერი იღუპება. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში უზარმაზარ ბადეს ათრევთ მხოლოდ მომღერალი ფრინველების დასაჭერად. მხოლოდ მუჭა ფრინველს დაიჭერთ, მაგრამ მთელ ტყეს გაანადგურებთ. ზუსტად ასევე გქცევით ოკეანეს. უზარმაზარი ბადეები ყველაფერს იჭერენ, მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება ბაზარზე, დანარჩენი კი უბრალოდ ნადგურდება. ჩვენ ამას ხმელეთზე არასდროს გავაკეთებდით, რადგან ეს ყველაფერი თვალსაჩინო იქნებოდა, ადამიანები აღშფოთდებოდნენ. ოკეანეში კი. სწორედ მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც აღშფოთებულია იმ თევზჭერის მეთოდებით, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა. ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც მე-20 საუკუნემდე შეუძლებელი იყო. ახლა კი 21 საუკუნეში ეს პროცესი ზღვის სიცოცხლისთვის უკიდურესად დამანგრეველი გახდა. ეს დიდწილად მოხდა იმის გამო, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ინჟინერია და ტექნოლოგია ძალიან აგრესიულად განვითარდა, რათა დაგვეხმაროს ოკეანიდან მეტი თევზის ამოღებაში. მაგრამ ამას დაემატა კონტეინერიზაციის ეპოქა, ასევე ზღვაშივე გაგრილებისა და გაყინვის სისტემების გაჩენა. წარსულში სანაპიროდან რამდენიმე მილზე შორს ვერ გახვიდოდით თევზის დასაჭერად იმ იმედით, რომ დღის ბოლოს მას უსაფრთხოდ შეჭამდით, რადგან იგი გაფუჭდებოდა. ახლა კი იცით, შეგიძლიათ თევზი ალასკაში დაიჭიროთ, ან კრილი ანტარქტიდაში და გაგზავნოთ იგი 10,000 მილის დაშორებით ნებისმიერ ადგილას. ასე რომ თევზჭერის მთელმა ამ ინდუსტრიალიზაციამ შექმნა ძალიან უსამართლო და არაგონივრული მიდგომა ოკეანის რესურსების გამოლევისადმი. და გააჩინა წყვეტა იმას შორის, თუ რას ან როგორც მიირთმევთ, საიდან მოდის ეს საკვები და რა გავლენას ახდენს ეს გარემოზე. გულისხმობ, არის ადგილები, კუნძულოვანი სახელმწიფოები, ყველანი როდი იქცევიან ერთნაირად ზღვიდან მიღებული საკვების წყაროს მიმართ, მაგრამ მათ მოახერხეს ისეთი ურთიერთობის შენარჩუნება, სადაც აცნობიერებენ, რომ ბევრი არ უნდა აიღონ, რადგან სხვაგვარად ის საერთოდ გაქრება. დიახ.
მათში და დონეზე განავითარეს გარკვეული კულტურა, რომელიც იცავს იმ სახეობების არეალს, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. ეს უბრალოდ მათი ბუნების ნაწილად იქცა. თუ გსურთ, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში გყავდეთ, ყველაფერი ერთბაშად არ უნდა აიღოთ. შეუნარჩუნეთ მათ უსაფრთხოება, რადგან ეს თქვენივე უსაფრთხოებაა. მაგრამ ახლა, როდესაც 8 მილიარდი ადამიანი მოიხმარს ველურ ცხოველებს, იქნება ეს ჩიტები, ციყვები თუ მრავალი სახეობის თევზი, ჩვენ სხვანაირად უნდა ვიფიქროთ, რადგან სხვანაირად კვება გვჭირდება. დიახ. ოკეანიდან ველური ბუნების რესურსების ამოღება 8 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად უბრალოდ არარეალურია, ხომ ასეა? სრულიად არარეალურია. ჩვენ ასევე უნდა დავფიქრდეთ იმ გავლენაზე, რომელსაც სიცოცხლის უზრუნველყოფის ბუნებრივ სისტემებზე, ცოცხალ სისტემებზე ვახდენთ. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ხმელეთის დაახლოებით ნახევარი გადავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეყვანა კულტურები, რომლებსაც თავად მოვიხმართ, ან მცენარეები იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც შემდეგ ჩვენ ვჭამთ. და ეს დიდწილად მე-20 და 21 საუკუნეებში მოხდა. ველური ბუნების მასობრივმა განადგურებამ და მისმა სასოფლო სამეურნეო სავარგულებად თუ ადამიანის სხვა საჭიროებებისთვის გადაკეთებამ დღეს რეალური არჩევანის წინაშე დაგვაყენა. აბა როგორი სამყარო გვინდა ჩვენ? ნუ თუ მთელი ბუნება სახნავსათეს მიწებად, ქალაქებად, გზებად და მსგავს რამეებად უნდა ვაქციოთ. რეალისტურად რომ შევხედოთ, ეს შეუძლებელია, რადგან ის სისტემები, რომლებიც სიცოცხლეს გვინარჩუნებენ, ბუნებრივი ცოცხალი ადგილები, რომლებსაც ჩვენ ველური ბუნების ტერიტორიებად მივიჩნევთ, სწორედ ჩვენი სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაა. და ეს სისტემა ძირითადად ოკეანია. იგი ბიოსფეროს 97% შეადგენს, მაგრამ ჩვენ ოკეანეში შეღწევა და მისგან რესურსების მნიშვნელოვანი ამოღება მხოლოდ ახლახან შევძელით, როგორც ლიზამ თქვა, ჩვენ მხოლოდ ბოლო პერიოდში გაგვიჩნდა ისეთი ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც ბევრად შორს მივდივართ, ვიდრე ეს 100 ან 200 წლის წინ შეგვეძლო, ხომ ასეა? თანაც უსაფრთხოდ და შეგვიძლია ვიპოვოთ, დავიჭიროთ, გავყიდოთ და გაგრილების სისტემების წყალობით პლანეტის ერთი მხრიდან მეორეზე გავაგზავნოთ ისეთი გზებით, რაც ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო. სწორედ ოკეანის ველური ბუნების, როგორც ზღვის პროდუქტების კომერციალიზაციამ მიაღწია მე-20 საუკუნის შუა წლებიდან დღემდე ისეთ მასშტაბებს და რესურსების ამოღების ისეთ დონეს, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თევზებსა და სხვა არსებებს, რომლებსაც ოკეანიდან მოვიხმართ, არამედ საფრთხის ქვეშ გვაყენებს ჩვენს, რადგან ჩვენ ვანადგურებთ ზუსტად იმ სისტემებს, რომლებიც ინარჩუნებენ დედამიწის ბუნებას, როგორც სიცოცხლისთვის გამოსადეგ პლანეტას. ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის იმ სისტემების აღება, განადგურება და გადაკეთება, რომლებიც სიცოცხლეს გვინარჩუნებენ. ასტრონავტები საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ არ არიონ თავიანთი სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა თავიანთ ხომალდზე. ეს ძალიან სწრაფად ვისწავლე, როდესაც წყალქვეშა აპარატს ვმართავდი და ლიზმაც კარგად იცის. პირველ რიგში, სიცოცხლის შემანარჩუნებელ სისტემაზე ზრუნვაა საჭირო. დიახ, რეზერვების ჭარბი რაოდენობა აუცილებელია და მისი მონიტორინგი მნიშვნელოვანი. დიახ. როდესაც წყალქვეშ ხარ, იქ სტუმრის სტატუსით იმყოფები. ეს ჩვენი სახლის, დედამიწის ნაწილია, მაგრამ ჩვენ ბუნებრივად არ ვართ ადაპტირებულნი წყლის ზედაპირის ქვეშ ცხოვრებისთვის. ჩვენ ტექნოლოგიას უნდა დავეყრდნოთ, ზუსტად ისე, როგორც ასტრონავტები, როდესაც ისინი მაღლა, ცაში მიფრინავენ. არც ის არის ჩვენი ბუნებრივი სახლი, თუმცა ჩვენი სამყაროს ნაწილია. მაგრამ ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ იმ უნარით, რისი გაკეთებაც დედამიწის სხვა ძალიან გონიერმა არსებებმა ვერ შეძლეს. ვეშაპები ძალიან ჭკვიანები არიან, მათ აქვთ ხანგრძლივი ისტორია და აქვთ კულტურა. იგივე ითქმის სპილოებსა და ჩვენს მოძმე პრიმატებზეც. მათ ბევრი კარგი თვისება აქვთ, მაგრამ არც ერთი სპილო არ ყოფილა მაღლა ცაში, რომ იქიდან გადმოეხედა და დედამიწა დაენახა. და მაშინაც კი, რომც დაენახათ, ჩვენ ახლა გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რას ვხედავთ.
მიკროსკოპების, ტელესკოპების, კომპიუტერებისა და სხვა სახის აღჭურვილობის გამოყენება უპირატესობას გვაძლევს არა მხოლოდ სხვა გონიერ არსებებთან შედარებით, არამედ როდესაც წარსულში მცხოვრებ ადამიანებზე ფიქრობთ, ჩვენ პირველები ვართ, ვისაც ეს შესაძლებლობა გვაქვს. 21 საუკუნის ბავშვები მთელი წინა ისტორიის ბენეფიციარები არიან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, რაც დღევანდელ ბავშვებს აძლევს იმ ცოდნას, რომელიც ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა. გულისხმობ ისეთ მნიშვნელოვან ცოდნას, როგორიცაა, მაგალითად, თუ როგორ გამოიყურება დედამიწა კოსმოსიდან. დიახ. სელვია, ის ფაქტი, რომ მიკრობები ჩვენი, თითოეული ჩვენგანის ნაწილია და მათ გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს სიმბიოზური ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ჩვენს არსებობას ამ პატარა არსებების წყალობით, რომლებიც გვეხმარებიან საკვების მონელებაში და, ფაქტობრივად, ძალიან საბაზისო გზებით ასრულებენ ჩვენი იმუნური სისტემის როლს. ეს მე არ ვიცოდი, როდესაც ბავშვი ვიყავი, უბრალოდ ვერ მეცოდინებოდა, ჩვენ ჯერ არ გქონდა მიღწეული გაგების ასეთ დონეს. და ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ჩვენს ურთიერთობაზე ბაქტერიებთან და სხვა მიკრობებთან, რომლებიც ასე მრავალფეროვანი და უხვია. ისინი, ფაქტობრივად, ერთიანობას უნარჩუნებენ სამყაროს. ისინი არსებობდნენ, სიცოცხლის მთელი კატეგორიები არსებობდნენ მანამ, სანამ გაჩნდებოდნენ არსებები, რომლებსაც ერთზე მეტი უჯრედი აქვთ, დაახლოებით სიცოცხლის არსებობის 2 მილიარდი წელი მანამ, სანამ მრავალუჯრედიანი არსებები საერთოდ გაჩნდებოდნენ. და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო, ინტიმური ურთიერთობა გვაქვს ამ პატარა არსებებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, მართავენ სამყაროს. მაგრამ თუ არ იცით, რომ ისინი იქ არიან და არ აფასებთ მათ ფუნქციებსა და კავშირებს. ჩვენ შევქმნით უამრავი ანტიბიოტიკი, რომლებიც ხანდახან ყველაფერს კლავს და არა მხოლოდ იმას, რისი განადგურებაც გვინდა. ეს ბალანსის დაცვის ხელოვნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ რაც უფრო მეც ვსწავლობთ, მით უფრო მიზანმიმართულად შეგვიძლია ავირჩიოთ ის, რისკენაც ვართ მიმართული. ასე რომ ეს ჰგავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ სწავლას და სარგებელს ვიღებთ იმისგან, რასაც ვსწავლობთ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავლის უდიდესი იმედი ჩვენი შვილები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოიყენონ ეს ცოდნა, რომელიც სხვათა შორის ყოველთვის არის სწავლება სკოლებში. გამოიყენონ იგი რაიმე პოზიტიურისთვის, ხომ ასეა? ზუსტად. იცით, ერთგვარად გააცნობიერონ არა მხოლოდ პლანეტის, არამედ ადამიანების მკიფობაც. საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან მკიფე არსებები ვართ და უბრალოდ დიდი იღბალი და ბალანსია საჭირო, რომ წონასწორობის ამ იდეალურ წერტილში დავრჩეთ. ზედმეტი დარღვევა და ჩვენ. იცით, ეს ძალიან მკიფე ციკლია. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ახლა არსებული ცოდნის სიმრავლით ადამიანები მას შექმნისკენ მიმართავენ და დაიწყებენ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას, უკეთესი არჩევანის გაკეთებას, იცით, პროგნოზულ ანალიზს. ისეთ რამეს, რაც არ იქნება გამოყენებული მხოლოდ მომავალი კვარტლის მოგების პროგნოზირებისთვის, არამედ რეალურად გაითვალისწინებს 7 თაობის პერსპექტივას. ან მინიმუმ მომავალი საუკუნის მეოთხედისას მაინც. დიახ, მაგრამ ამას 7 თაობის პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, როგორ იმოქმედებს ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, პლანეტის უნარზე მომავალში სხვა ბიომრავალფეროვნებასთან ერთად უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლე. რას შეცვლიდით, რაც დაგვეხმარებოდა ოკეანის ფსკერის უკეთ გაგებაში? რა შეიძლება გაკეთდეს? ვფიქრობ, პირველ რიგში საჭიროა იმის გამოყენება, რაც მხრებზე გაბიათ. რაც ყველას გვაქვს. გამოიყენეთ ის ცნობის მოყვარეობა, რომელიც ჩვენშია. ეს ადამიანებში დევს. ეს ალბათ ყველა ახალგაზრდა ძუძუმწოვარშია, არა? შესაძლოა. გულისხმობ, იქნებ პატარა ობობებიც ცნობის მოყვარეები არიან, არ ვიცი. მაგრამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ ეს უნარი. უბრალოდ გააგრძელეთ სწავლა, კარგი? და კონკრეტული საქმისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ვფიქრობ, ყველასთვის და ყველგან მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, რა იცით ან რას აკეთებთ, დაიცავით თქვენ გარშემო არსებული ბუნებრივი სისტემები. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც გაბადიათ.
თუ ცხოვრობთ ადგილას, სადაც რაიმე მიზეზით გაქვთ ლამაზი მწვანე გაზონი და ფიქრდით იმაზე, თუ სხვა რა შეიძლება გაიზარდოს იქ მხოლოდ ამ კულტურული ხატის ნაცვლად, რომელსაც გაზონს ვუწოდებთ. საიდან გაჩნდა იგი? მე ვიცი, საიდანაც, ევროპაში ცხურის მოშენებიდან. ეს კეთილდღეობის ნიშანი იყო. საძოვარი ტერიტორია გაზონად იქცა და მოდური გახდა. ჩვენ კი მოდურად უნდა ვაქციოთ ველური ბუნების სიყვარული. მე ძალიან მომწონს იმ ტენდენციის ყურება, როდესაც ადამიანები მიზანმიმართულად უბრუნებენ თავიანთ ბაღებს ველურ სახეს, ან როდესაც სკოლა, ეკლესია, ან თუნდაც კორპორატიული ბიზნეს პარკი იწყებს ასეთ პროექტს, სადაც მანამდე ყველაფერი უბრალოდ გაზონი იყო. რაუნდაპით, ნაკარი და მოკლედ გაკრეჭილი. ახლა კი ისინი მოდიან და ამბობენ, იცით, შეგვიძლია თუ არა მუხლუხოების მოზიდვა. შეგვიძლია კოლიბრების მოზიდვა, იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სივრცეების შესაქმნელად და შემდეგ ამ ზონების დასაცავად. და ყველას, იცით, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარ-პატარა ნაწილებით შეუძლიათ დიდი ცვლილების მოხდენა ძალიან ურბანულ გარემოშიც კი, თქვენ მართლაც შეგიძლიათ შექმნათ მცირე ზონები, რომლებიც საოცრად სასარგებლო იქნება. ეს შესანიშნავი იქნებოდა. თუნდაც საკვები პროდუქტების მოყვანის დაგეგმვით. რა თქმა უნდა, დიახ. ჩვენ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ კონცენტრირებული საკვების წყაროებთან, სასურსათო მაღაზიებში ან ბაზრებში სიარულს. მაგრამ თუ ბავშვები ვერ დაინახავენ, როგორ იზრდება პროდუქტი, საიდან ეცოდინებათ, საცხოვრობს სტაფილოან. საიდან მოდის ეს? დიახ, აბსოლუტურად მართალია. ან საიდან ჩნდება კვერცხი? დიახ. თუ ქათამი არასდროს გინახავთ, ვერც იმას ნახავდით, როგორ დებს იგი კვერცხს. დიახ. მაგრამ სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ხდება, როგორ თქვა, საოჯახო თუ სათემო ბაღების ერთგვარი აღორძინება და მსგავსი რამ. სათემო ბაღები, ვფიქრობ, ისინი ნელ-ნელა ბრუნდებიან. დიახ, ასე რომ ეს ნელ-ნელა ხდება, მაგრამ თითოეული ეს ნაბიჯი იმდენად ფუნდამენტურია და როდესაც ბავშვი გარეთ გაგყავს და მას ეძლევა შესაძლებლობა მოწყვიტოს მარწყვი, ან ქათმისგან თბილი კვერცხი აიღოს, ამ დროს მისი ცნობის მოყვარეობა უბრალოდ ფეთქდება და იგი სავსეა სიხარულით. და იწყებ იმის დაფასებას, თუ საიდან მოდის საკვები. გულისხმობ, ჩემთვის გასაკვირი და შოკის მომგვრელია რეალურად, რომ ადამიანები თევზს აღიქვამენ ისე. თითქოს ეს უბრალოდ თევზია მაშინ, როცა თევზის სულ მცირე 33,000 სხვადასხვა სახეობა არსებობს. არსებობს ერთი სახეობის ფრინველი, რომელსაც ქათამს ვუწოდებთ. არსებობს მეორე სახეობის ფრინველი, რომელსაც ინდაურს ვუწოდებთ. არის გარკვეული ვარიაციები ხორცის მხრივ, მაგრამ ძირითადად ეს ერთია, ისევე როგორც ძაღლები წარმოადგენენ ერთ სახეობას დიდი მრავალფეროვნებით. როდესაც თევზებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მრავალფეროვნებაზე როგორც სახეობების შიგნით, ისე სხვადასხვა კატეგორიებს შორის. და იმ თევზების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, მტაცებელია. დიახ. და მათ არ მოიხმარენ ისე, როგორც ქათმებს, იხვებს, ინდაურებს, ძროხებს, ღორებს, თხებსა თუ ცხვრებს, რომლებსაც იჭერენ მაშინ, როცა ისინი ახალგაზრდები არიან, როგორც წესი, ცხოვრების პირველ წელს, როდესაც ისინი სწრაფად იზრდებიან ამ ასაკში. საკვების კუნთოვან მასად გარდაქმნა ყველაზე ეფექტურად ხდება. ამ საფუძველზე დაახლოებით 2 ფუნტი 0,9 კილოგრამი მცენარეა საჭირო 1 კილო ქათმის ხორცის მისაღებად. ძროხების, ღორებისა და სხვა ცხოველებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვჭამთ, ეს მაჩვენებელი 15-დან 20 ფუნტამდე მცენარეს შეადგენს. თუ ამ ცხოველებს ახალგაზრდა ასაკში ვიყენებთ და ჩვენ ძირითადად ასეც ვიქცევით, არ ვჭამთ დაბერებულ ცხვარს, ვჭამთ ბატკანს, არ ვჭამთ დაბერებულ ღორს, ვჭამთ მათ, რომლებიც წლის განმავლობაში ან ამ სწრაფი ზრდის სტადიაზე არიან. ოკეანეში კი ჩვენ 10 წლის თინუსს ვჭამთ. ჩვენ ვჭამთ 100 წლის ატლანტიკურ დიდთავას, ნარინჯისფერი ხამანწკა. ეს უბრალოდ ჩემი გაგების მიღმაა. აი მაგალითად. შედარებით ცოტა ხნის წინ რესტორნების მენიუში ხშირად შეგვეძლო კუების პოვნა, მაგრამ ისინი 50, თუნდაც 100 წელი ცოცხლობენ. ან ვეშაპები. კომერციული ვეშაპებზე ნადირობა გლობალურად მხოლოდ 1986 წელს შევწყვიტეთ. და წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს ცოცხლობენ ვეშაპები. იმდენ ხანს, რამდენსაც ადამიანები. უფრო დიდ ხანსაც. დიახ, ვეშაპის ერთი სახეობა სულ მცირე 200 წელს ცოცხლობს. განა არ გსურს მათი საიდუმლოებების გაგება. მათი საიდუმლოებები. ზუსტად. გრენლანდიური ზვიგენი, რომელიც ალბათ 400 წელს ცოცხლობს.
და საერთოდ რაც ჩვენ ოკეანიდან გამოგვაქვს, ისინი ძირითადად მტაცებლები არიან. არის გამონაკლისებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ პატარა ბარტყები როდი არიან. თევზი თუთიყუში შეიძლება 5 ან 10 წლის იყოს, ოდესმე გინახავთ 5 წლის ქათამი დახლზე. რა თქმა უნდა, არა. ყველაფერი იმ რწმენაზეა დამოკიდებული, რომ ოკეანის ველური რესურსები უფასოა, აიღე რამდენიც გინდა არა. და სწორედ ამაშია პრობლემა, იცით, ფერმერი ხომ არ გადაიხდის ფულს ქათმის გამოსაკვებად 5 ან 6 წლის განმავლობაში. ისინი შეცდებიან მოახდინონ დროის ოპტიმიზაცია, თუ რა მცირე რაოდენობის საკვებით შეუძლიათ მისი გამოკვება ბაზარზე გასატანად. და იცით, მთელი ეს ციკლი. მათ აქვთ ერთგვარი ეკონომიკური მოდელი, რომელსაც შეუძლიათ მიჰყვნენ. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სულელური პრაქტიკა ორაგულის მოშენებაა. ორაგული მტაცებელია. მისი მოშენების ეფექტურობა კი უბრალოდ აბსურდულია. პერსპექტივაში რომ შევხედოთ, ჩვენ უამრავ ველურ თევზს ვიჭერთ ფერმებში მოყვანილი ორაგულის გამოსაკვებად. ისინი კი მათ წლების განმავლობაში ზრდიან პროცესის ოპტიმიზაციის ყველა მცდელობის მიუხედავად. მიუხედავად ამისა, ორაგული მსოფლიოს რესტორნების მენიუში ისეთივე გავრცელებულია, როგორც ქათამი. შესაძლოა არა ადამიანების ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ გათანაბრდა. ასე რომ შეგიძლიათ აირჩიოთ საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, ქათამი ან ორაგული. ეს არის თევზი, რომელსაც ხშირად ხედავთ. დიახ, საკმაოდ ფართოდ ყველგან. და ეს ახალი მოვლენაა. 1940 ან 60 წლებში ბაზარზე ორაგულს ვერავინ იპოვიდა. მხოლოდ 70-იანი წლებიდან დაიწყო ორაგულის კულტივაცია მართლაც ფეხის მოკიდება. ახლა კი იგი ხელმისაწვდომია პლანეტის ყველა ქვეყანაში, იმ ადგილებშიც კი, სადაც ვერც კი წარმოიდგენდით ორაგულის მოშენებას. ჩვენ ვპოულობთ ჭკვიან ორგზებს გარემოს მოსარგებად ორაგულისთვის, როგორც მაგალითად სამხრეთ ფლორიდაში ზრდიან ორაგულს. ხუმრობთ. და ამაზე არსებობს მოთხოვნა, რადგან დაგვაჯერეს, რომ ეს კარგი საქმეა, მაგრამ ოკეანიდან ველური ბუნების რესურსების ამოღება. ლიზა, შენ ახსენე ველური ბუნების აღდგენა, მაგრამ ოკეანესთან დაკავშირებით სრულიად საპირისპიროს ვაკეთებთ. დიახ. სელვია, ჩვენ ველურ ბუნებას მეგამასშტაბით ვანადგურებთ და ვარღვევთ იმ სისტემებს, რომლებიც სიცოცხლეს გვინარჩუნებენ. ჩვენ სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს, რომლებიც წარმოქმნიან ჟანგბადს, შთანთქავენ ნახშირბადს და ინარჩუნებენ ზღვაში სიცოცხლის ამ მრავალფეროვნებას, რაც ბევრად აღემატება ხმელეთზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნებას. როდესაც გესმით, რომ ეს არის სამგანზომილებიანი სამყარო და სიცოცხლის ცნობილი კატეგორიების დაახლოებით ნახევარი მხოლოდ ოკეანეში არსებობს და ხმელეთზე არსად, მაგრამ ყველა იმ არსებას, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა ხმელეთზე, მცირე ნაწილი მაინც ჰყავს ოკეანეშიც. მწერებსაც კი ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები ზღვაში. ასე რომ და სოკოებსაც. ჩვენ მიწის არსებები ვართ. ჩვენ მიკერძოებულები ვართ. მაგრამ ეს იცვლება, როგორც კი ოკეანეს უკეთ ვეცნობით. ეს სიმართლეა. და იმის დაფასება, რომ მასზე ზრუნვაა საჭირო, ეს ჩვენი საუკეთესო იმედია ჩვენთვის ხანგრძლივი და მყარი მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს ალბათ ჩვენი მისიაა. დიახ. და ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ გლობალური ბიომრავალფეროვნების კარგვაზე და მეექვსე მასობრივი გადაშენების ნიშნებზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები აქტიურად შეისწავლება ხმელეთისა და სანაპირო ეკოსისტემებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღრმა ოკეანის ზონები ბევრად ნაკლებად არის შესწავლილი. და თქვენ ნაწილობრივ უკვე უპასუხეთ ამას, აკვირდებით თუ არა სიცოცხლის კლებას ღრმა ოკეანეში. და თუ ასეა, თქვენი აზრით, რა არის ამის მთავარი მიზეზები? ჩვენ ადამიანები ვართ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ყველაფერზე და ყველგან. თუ მართლა გსურთ სისტემის შეცვლა, შეცვალეთ ტემპერატურა, შეცვალეთ ქიმიური შემადგენლობა. ჩვენ ორივეს ვაკეთებთ. ოკეანი უფრო მჟავე ხდება იმ ნახშირორ ჟანგის გამო, რომელიც ჩვენ წიაღისეული საწვავის წვით გავათავისუფლეთ.
და გარკვეულ ზღვარს მიღმა, ოკეანემ, რომელმაც შთანთქა ჩვენ მიერ გენერირებული ჭარბი ნახშირორჟანგის უდიდესი ნაწილი, გარკვეულ წერტილში ეს ნახშირმჟავად აქცია. და სწორედ ეს იწვევს ოკეანის მჟავიანობის მატებას მთელ სივრცეში, ზედაპირიდან ფსკერამდე. ეს ცვლის შემადგენლობას. ჩვენი უნარი მოვახდინოთ რესურსების ამოღება იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მე-20 საუკუნის შუაწლებამდე და შემდგომ პერიოდამდე არ არსებობდა. ჩვენ სულ უფრო უკეთესად გამოგვდის ოკეანის ველური ბუნების პოვნა, დაჭერა და რეალიზაცია, განსაკუთრებით ღრმა ზღვის ბინადრებისა, ისეთი არსებებისა, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული ატლანტიკური დიდთავა, ნარინჯისფერი ხამანწკა, ან ეგრეთ წოდებული ჩილეს ზღვის ქორჭილა, პატაგონიური კბილის თევზი. და ვფიქრობ, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ მართლაც დიდ ძალისხმევას მეზოპელაგიური ზონიდან თევზისა და სხვა ველური ბუნების ამოღების მასშტაბების ზრდას. რადგან ეს ცხოველები მართალია ზღვის ძალიან დიდ სიღრმეში ცხოვრობენ, მაგრამ ღამით ზედაპირისკენ ამოდიან. მათ აქვთ ეს უზარმაზარი მიგრაცია, პლანეტაზე ცხოველების ყველაზე დიდი მიგრაცია, რომელიც ყოველ ღამე ხდება, ერთგვარი ამოსვლა ზემოთ. ფიზიკურად, მათი ბიომასა ერთმანეთში ურევს ოკეანის ფენებს და ამით ეხმარება ნახშირბადის ღრმა ზღვაში ჩატანას. ახლა კი გვყავს ქვეყნები, რომლებიც გადიან და ამ ზონაში ტრალებით თევზაობენ ასეულობით მეტრის სიღრმეზე, იჭერენ და ამ არსებებიდან ზეთს ცურავენ, ან თევზის ფქვილს ამზადებენ. ისინი საერთოდ არც კი ითვალისწინებენ, თუ რამდენი სახეობაა იქ, უბრალოდ ფქვავენ მათ ორაკულის საკვებად ან ადამიანებისთვის თევზის ზეთის კაფსულების დასამზადებლად, რაც ჩვენ რეალურად არც კი გვჭირდება. და ეს ნამდვილად, ანუ ვერ აცნობიერებენ მათ ფუნქციას. დიახ, და ასევე იმას, თუ რას აკეთებენ ისინი ოკეანისთვის. იქ კი ნამდვილი საოცრებებია, ეს წარმოუდგენელი სახეობის კალმარები, მედუზები და კალმარების თემა საერთოდ შოკისმომგვრელია, იცით? კალმარების დამჭერი გემების ეს ფლოტები კოსმოსიდანაც კი ჩანს თავიანთი ჩართული ჩირაღდნებითა და განათებებით, რომლებიც უბრალოდ მექანიკურად, სპეციალური ანკესებით, ჯიგინგით ცლიან ოკეანის კალმარებისგან. და ეს ხდება როგორც ლეგალური, ისე არალეგალური თევზჭერის გზით. ოკეანის გაუდაბნოება, ველური სახის დაკარგვა. დიახ, თანაც მეგატონობით და სერიოზულად, როდესაც მაღაზიაში მიდიხართ და ხედავთ თინუსის კონსერვებს, გაკინულ თინუსს ან თუნდაც ნედლ თინუსს, ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენ თავად ხართ პრობლემის ნაწილი, თუ მას საკვებად ირჩევთ. მაგრამ ეს არ იცით, რადგან იგი იქ დევს. ფიქრობთ, რომ ვიღაცამ ყველაფერი გათვალა და ეს ნორმალურია, თორემ დახლზე ხომ არ იდებოდა, არა? სწორია. მაგრამ სწორედ ეს არის მარკეტინგის ძალა. ჩვენ თავს ვიტყუებთ, შემდეგ კი ყველაფერი ქრება. თუმცა ჯერ ყველაფერი არ გამქრალა. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი იმის გაცნობიერებით, თუ რა სწრაფად მოვიხმართ ოკეანეს. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო და საკმარისად დამარწმუნებელი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ძალაში შევიდეს მიმდინარე შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, რომელიც ითვალისწინებს ღია ზღვის საერთაშორისო წყლების სულ მცირე 30%-ის დაცვას მოპოვებითი ინდუსტრიებისგან. ამჟამად ეს მაჩვენებელი 1%-ის უმცირეს ნაწილს შეადგენს. უმცირეს, მიზერულ ნაწილს. სწორია, და ახლა ძალაში შევიდა ღია ზღვის ბიომრავალფეროვნების ახალი ხელშეკრულება. დიახ, სულ რაღაც შარშან, ღია ზღვის დასაცავად, სულ რაღაც. შარშან იყო თუ ამ წლის დასაწყისში. იცით, როდესაც იგი საბოლოოდ ამოქმედდა. მაგრამ ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ აღვასრულოთ იგი, როგორ შევთანხმდეთ ჯერ მის შესრულებაზე. ეს ალბათ ყველა დროის უდიდესი კითხვაა. დიახ, ლეს, და ეს საყოველთაო პრობლემაა მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის. მათ აქვთ დიდი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და როგორ უნდა აღასრულონ იქ დაცვა. როგორ დაიცვან თავი იმ მეკობრე, კანონდამრღვევი ქვეყნებისგან, რომლებიც შემოდიან შუაღამის ასტრალებით თევზაობენ, ყველაფერს ითვისებენ და გარბიან, რაც ხდება, ჩვეულებრივი ქურდობაა. არსებითად ეს ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობაა, მხოლოდ შენიღბული. და ისინი ახერხებენ მის ლეგიტიმაციას. ლეგალურია, ლეგალური და ზოგჯერ არალეგალური, დაურეგისტრირებელი და დაურეგულირებელი. მაგრამ ამავე დროს სუბსიდირებადი, ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდობით დოლარზე, რომელიც ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც გადის ოკეანის ველური ბუნების საპოვნელად, დასაჭერად და რეალიზაციისთვის, და ეს პრობლემის ნაწილია. თუმცა ეს ასევე გამოსავლის ნაწილიცაა. და ახლა არის მცდელობა, რომ მოხდეს ამ მილიარდების უკან დაბრუნება და მათი ინვესტირება იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიებში ჩართულ მხარეებს შეექმნათ პირობები რბილი დაშვებისთვის, რათა მოიფიქრონ, სხვა რა გააკეთონ. სხვა რა გააკეთონ. სწორია.
იგივე მდგომარეობაა, რასაც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიებში ვხედავთ. არსებობს თუ არა გზა, რომ არ გავანადგუროთ ეს კომპანიები, არამედ გადავაქციოთ ისინი პოზიტიური გავლენის მქონე სუბიექტებად ნეგატიურის ნაცვლად. და ჩვენ ეს რეალურად ვიხილეთ მოქმედებაში ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ზოგიერთ იმედის წერტილში. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვესტუმრეთ ისლამ უხერეს მექსიკაში და ადგილობრივმა სასტუმროს მფლობელმა გააცნობიერა, რომ მისი ყვინთვის, დაივინგის, ტურიზმი მცირდებოდა, რადგან ადამიანებს იქ ჩასვლა და ზვიგენების ნახვა სურდათ. ზვიგენები კი ქრებოდნენ. ამიტომ იგი გავიდა და გადაწყვიტა, რომ ზვიგენებზე მონადირე მეთევზეებისთვის ფული გადაეხადა, რათა მათ ზვიგენები აღარ დაეჭირათ. მშვენიერია, მან მათ ზუსტად ის თანხა გადაუხადა, რასაც ისინი ზვიგენის გაყიდვით მიიღებდნენ. გადაუხადა იმაში, რომ ზვიგენი არ დაეჭირათ. შემდეგ კი დაიწყო მათი ოჯახის წევრების დასაქმება თავის სასტუმროებში და, იცით, ადგილობრივ კომპანიებში ძელვია, მისცა მათ სხვა სამუშაო და უპოვა მათ სხვა სამსახურები ტურიზმის სექტორში. სულ მალე ამ ბიჭებს აღარ უწევდათ სხვაში გასვლა, ისინი სახლში საღამოს ნორმალურ დროს ბრუნდებოდნენ. ოჯახიც უფრო ბედნიერია. მთელი დინამიკა შეიცვალა. მათ ყველას მოუწიათ ანკესების ჩაბარება, მოვიდნენ, ჩაბარეს და მორჩა, მათთვის თევზაობა დასრულდა. ახლა შენ ოკეანის სიცით მცველი ხარ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი საგრძნობლად გაიზარდა. და ეს იყო, ასეთი მარტივი მოდელი, რომელმაც მართლაც იმუშავა. ეს უბრალოდ ერთგვარი აღდგენაა, თუმცა ამავდროულად ეს არის იმ ინტელექტისა და გამოცდილების გამოყენება, რომელიც ამ მეთევზეებს ჰქონდათ მათი ცოდნა იმ ტერიტორიის შესახებ, თუ სად იყვნენ ჩიტები, სად იყვნენ ზვიგენები. ოღონდ ახლა ეს ყველაფერი გადაეწყო მდგრადი ტურიზმის მოდელზე, სადაც ადამიანები ახლა ფულს იხდიან იმაში, რომ სურთ ჩიტებზე დაკვირვება, ან სურთ ნავზე ჯდომა და ყურება, როგორ მოდის გიგანტური ხარზვიგენი, მათი მოკვლის ნაცვლად. ეს შესანიშნავი მაგალითია. ეს უდიდესი მაგალითი იყო. ასე რომ ეს იყო ერთგვარი იმედის, მაგრამ ასევე უკეთესი საქმის კეთების და საკუთარი მაგალითით წინამძღოლის მტკიცე სურვილის ისტორია. და ეს არის ისტორია, ეს არის მაგალითი, რომლის გამოყენებაც ახლა თითქმის ყველგან შეიძლება. სხვა სფეროებშიც. და ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი იმ საქმეთაგანი, რის გაკეთებასაც ჩვენ აქ ფართო მასშტაბით ვცდილობთ. კვლავ ბიზნესში რჩებიან, მაგრამ კეთილი საქმისთვის. კარგი, პოზიტიური შედეგით ადამიანებისთვის და პლანეტისთვის. ბუნებისთვის პოზიტიური. დიახ, და ეს ძალიან კარგია. დიახ, და ოკეანი ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე გეოლოგიურად აქტიური გარემო პლანეტაზე. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ნოას მონაცემებით, ყველა ვულკანური ამოფრქვევის 70%-მდე წყალქვეშ ხდება. თუმცა მათი უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ, როგორ სუნთქავს ოკეანის ფსკერი. დიახ, თავად თუ ყოფილხართ ოდესმე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის მოწმე. და თუ ასეა, იყო თუ არა რაიმე შესამჩნევი გავლენა ზედაპირზე და როგორ რეაგირებდნენ საზღვაო ბინადრები. მე პირადად არ ვყოფილვარ ამის მოწმე, მაგრამ გვყავს მეგობრები, რომლებსაც უნახავთ, როგორ ეურება გამდნარი ლავა, მაგალითად ჰავაიზე. წყალქვეშ, პირდაპირ წყალქვეშ. დიახ, მე მინახავს ამის ამსახველი კადრები. დიახ, და ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობაა. ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად სეისმურად აქტიურია ოკეანე და რასაც ნამდვილად ვერ ვაფასებთ, არის ის არაჩვეულებრივი რისკი, რომლის წინაშეც ვდგავართ იმის გამო, რომ არ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა იმის გასაგებად, თუ სად მდებარეობს ეს რღვევის ზონები. რადგან ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ძალიან ძლიერი მიწისძვრა, რომელსაც შემდეგ ცუნამი მოჰყვება. და ეს ხდება იმიტომ, რომ ისევე როგორც ხმელეთზე, როდესაც ძალიან დიდი მიწისძვრა ხდება, რა ხდება ამ დროს? მას მოჰყვება დიდი მეწყერი, ოღონდ ამ შემთხვევაში გაქვთ წყალქვეშა მეწყერი, დიდი სეისმური ნაპრალი და ახლა უკვე ჩნდება ძალიან დიდი ცუნამის წარმოქმნის პოტენციალი. და ასევე წყლის ზედაპირზეც შეიძლება დაიწყოს ძლიერი რყევები და აირების გამოყოფა. თუ წყალქვეშა ვულკანი პატარაა, საბოლოოდ შეიძლება კუნძულად გადაიქცეს. გაიზრდება მისგან ხმელეთი. ამოვა თუ არა ზედაპირზე. უამრავი ისტორია არსებობს მეზღვაურებისგან, რომლებმაც იხილეს, როგორ დუღდა და ირხეოდა მათ გარშემო წყალი და ფიქრობდნენ, ვეშაპი მართლა ამოდის ზედაპირზე, მაგრამ არა, საქმე გაცილებით სერიოზულადაა და მართლაც წყალქვეშამთა თანდათანობით კუნძულად იქცევა. მაგრამ ეს არის ბუნება იმ. გულისხმობ ჰავაის კუნძულებს რომ შეხედოთ, დაინახავთ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც ძალიან ძველია. ახლა ისინი უბრალოდ პატარა კალდერას ან ატოლს გვანან და ეს არის ადგილი, სადაც ოდესღაც მთა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში უბრალოდ განიცადა ეროზია. ასე რომ ეს არის უბრალოდ დედამიწა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საკუთარ თავს ხელახლა აშენებს. და მე ვფიქრობ, რომ ბევრი თევზი ამას წინასწარ გრძნობს, ისევე როგორც ჩვენი ძაღლები ან კატები. მათ შეუძლიათ იგრძნონ, წინასწარ გვაფრთხილებენ ხოლმე და ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ტოვებს იმ ტერიტორიას. თუმცა იცით, ოკეანეში თქვენ რეალურად ვერ გრძნობთ იმგვარ რყევას. დიახ, ასეა, ეს უფრო ჰგავს. რაღაც უცნაური ტალღაო. ცუნამი კი უკვე რეალური საფრთხეა ადამიანებისთვის.
ვფიქრობ, ამ ბუნებრივ მოვლენებზე ბევრად უფრო საშიში არის ის, რაც ჩვენ თავად გამოვიწვიეთ. მაგალითად, როდესაც მე ბავშვი ვიყავი, პლასტმასი საერთოდ არ არსებობდა. დღევანდელი ბავშვები კი ცხოვრობენ სამყაროში, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ, ან გინახავთ თუ არა საერთოდ პლასტმასი. მან თქვენამდე მაინც მოაღწია ატმოსფეროდან, ჰაერის ჩასუნთქვით, სასმელი წყლისა და იმსაკვების საშუალებით, რომელსაც მივირთმევთ. რადგან ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს ნორმად იქცა. ყველაფერი, დაწყებული ღილებიდან და ტანსაცმლიდან, ყველაფერი. დამთავრებული საკვების შესაფუთი მასალებითა და ქილებიში და საფარით, ყველაფერი სამედიცინო აღჭურვილობაც კი პლასტმასის შემცველია. და ჩვენ ვხედავთ, როგორ მრავლდება ეს ეფექტი ძლიერად ყოველი დიდ შტორმის დროს. იქნება ეს ქარიშხალი, ცუნამი თუ წყალდიდობა, რაც არ უნდა მოხდეს, წარსულში ეს ყოველთვის იყო უბრალოდ ნამსხვრევები ხმელეთიდან ან შესაძლოა ნიადაგი, რომელიც ოკეანეში ჩაირეცხებოდა. ახლა კი ეს არის პლასტმასის ნამდვილი ზვავი, რომელიც ზღვაში იღვრება. და ეს უბრალოდ. ან ისეთი ნივთები, რომლებიც განგებნი აქვთ ზღვაში, მაგალითად სათევზაო ბადეები. დიახ, და აღჭურვილობა. ოკეანეში არსებული პლასტმასის ნახევარზე მეტი სწორედ გადაგდებული ბადეები და თოკებია. გულისხმობ იმას, რომ ოდესღაც სათევზაო ბადის დამზადება დიდი ამბავი იყო. ხელით ქსოვდნენ. მე უმჯდარ ვარ მეთევზეებთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებდნენ. ეს იმას ჰგავს, დედა და მისი ნათესავები თუ მეგობრები საბნებს რომ კერავდნენ ხოლმე. დიდი პასუხისმგებლობაა ხელით შექმნა ისეთი დიდი რამ, როგორიც სათევზაო ბადეა, მისი დაკარგვა ნამდვილად არ გინდა. ახლა კი ასე აღარ არის. თუ ბადე დაიკარგებოდა, ყველაფერს აკეთებდი მის ამოსაღებად. დღეს კი, ამ სინთეტიკური მასალების პირობებში, რომლებიც შედარებით იაფია, როდესაც მათ უბრალოდ ყიდულობ, შეგიძლია თავს მათი დაკარგვის უფლება მისცე. თანაც მათი მართვა ბევრად უფრო ადვილია იმ ხელით ნაკეთი თოკებისა და ბადეებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და კაცობრიობის მთელი წინა ისტორიის მანძილზე. და ისინი საოცრად გამძლეა, იცით. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ სინთეტიკურ მასალას, რომელსაც გარემოში ასეულობით წლის განმავლობაში შეუძლია არსებობა. დიახ, 100% მათ შეუძლიათ მარტივად დარჩნენ იქ და გადაიქცნენ ეგრეთ წოდებულ მოჩვენება ბადეებად. ისინი იჭერენ თევზებს, რომელთა დაჭერაც არავის უფიქრია, ან მათში ვეშაპი ხლართება, ისინი კვდებიან და ფსკერზე იძირებიან. შემდეგ კი, როგორც კი ისინი გაიხრწნებიან, ეს ბადე ისევ ზევით ამოდის და აგრძელებს მკვლელობის ამ ციკლს. ან შეიძლება იგი უბრალოდ მარჯნის რიფს გამოედოს, და რადგან ეს მასალები ძალიან მტკიცეა, იგი იწყებს რიფის თითქოს გადახერხვას და ზიანის მიყენებას. ან გადახერხავს ვეშაპის კუდს. გახსოვთ ცნობილი უკუდო ვეშაპი. სათევზაო ძუის ნაჭერი მის კუდზე შემოეხვია და დროთა განმავლობაში უბრალოდ მოაჭრა. იგი არასოდეს ქრება. პლასტმასი ბიოდეგრადირებას არ განიცდის. იგი უბრალოდ სულ უფრო და უფრო პატარა ხდება და ყოველთვის რჩება ჩვენს ატმოსფეროში. მეცნიერები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მიკრო და ნანოპლასტიკის ნაწილაკები მარიანას ღრმულშიც კია. დიახ, და ევერესტის მწვერვალზეც ეს უდიდესი აღმოჩენა იყო. და ანტარქტიდაში, თითქოს და უკაცრიელ ადგილში. დიახ, ისინი გაოცებულნი იყვნენ იმის ნახვით. გულისხმობ, აქ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, როდესაც მიკროპლასტიკი პლაცენტაშიც კი აღმოაჩინეს, იცით, ადამიანის ყველა ორგანოში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სხვა ისტორიაა, მაგრამ დიახ, ეს არის ის, რაც დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიახ, და ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ. ეს ფაქტიურად ყოფს ჩვენს გეოლოგიურ ისტორიას, იცით, პლასტმასამდელ პერიოდს. დიახ, და ახლა კი პლასტიცენი, იცით. დიახ, ზუსტად, ეს მართლაც წარმოუდგენელი რამაა. და რეალურად, როდესაც ოკეანეში პლასტმასით დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, ადამიანების უმეტესობა წარმოიდგენს რაღაც ხილულს, როგორც უკვე ვახსენეთ, ნაგავს პლაჟებზე, ტივტივან ამსხვრევებს, სათევზაო ბადეებს. თუმცა თუ ზედაპირის ქვეშ ჩავიხედავთ, მიკრო და ნანოპლასტიკის პრობლემა დღეს სულ უფრო მეტად გამოდის წინა პლანზე. ჟურნალ ბუნების 2025 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში დაახლოებით 27 მილიონი ტონა ნანოპლასტიკია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნანოპლასტიკი შესაძლოა რეალურად იყოს საზღვაო პლასტმასით დაბინძურების დომინანტური ფორმა. თქვენი აზრით, რამდენად სერიოზულია პრობლემის ეს ნაკლებად ხილული ნაწილი უკვე დღეს ოკეანისთვის, საზღვაო ბინადრებისთვის და საბოლოო ჯამში ადამიანებისთვის? ჩვენ ეს არ ვიცით. დიახ, ჩვენ ეს არ ვიცით. სწორედ ამაშია პრობლემა. არსებობს გარკვეული ნიშნები, მაგრამ ჩვენ
ეს ყველაფერი ახალია და დრო სჭირდება იმას, რომ შეფასდეს და საიმედოდ დავინახოთ მიზეზ შედეგობრივი კავშირი. ჩვენ ახლა ზუსტად ამ პროცესის შუაგულში ვართ. თუმცა ვფიქრობ, პლასტმასი ჩვენ სისტემაში სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ ყოფილიყო, იგი იქ ისედაც იარსებებდა. იგი ვერ იქნება ნეიტრალური. შეუძლებელია მას რაიმე გავლენა არ ჰქონდეს. ჩვენ უბრალოდ ჯერ არ ვიცით როგორია ეს გავლენა. დიახ, ჩვენ ეს ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, თუმცა ვიცით და გვინახავს მაგალითები, როდესაც, მაგალითად, მარჯნები ფაქტობრივად შიმშილობენ, რადგან ისინი ფილტრატორი ორგანიზმები არიან. ისინი იხსნებიან, იწოვენ წყალს და ასე შემდეგ, მაგრამ მათ უჩნდებათ სიმაძღრის შეგრძნება, როდესაც რეალურად საკვებ მასასთან ერთად პლასტმასსაც ყლაპავენ. შესაბამისად, მათი მდგრადობა მცირდება და მათ შეიძლება მართლაც იშიმშილონ. ჩვენ ეს მტკიცებულებები ვიხილეთ ალბატროსის ბარტყების შემთხვევაშიც. მშობლები წყლის ზედაპირიდან კრეფენ პლასტმას, რადგან იგი თევზი გონიათ. ისინი ამით კვებავენ ბარტყს. ბარტყი კი შიმშილით კვდება და შემდეგ თქვენ პოულობთ მათ გახრწნილ სხეულებს. და ეს არის უბრალოდ პლასტმასის გროვა პატარა ბარტყის ჩიჩახვში. მაგრამ ეს არის პლასტმასის დიდი ნაჭრები, რომლებიც სიტყვასიტყვით ორგანიზმს ავსებენ. დიახ, ისინი ჭედავენ საჭმლის მომნელებელ სისტემას, მაგრამ ნანონაწილაკებიც ზუსტად ასე იქცევიან. იცით, ისინი ჭედავს ფილტრატორ ორგანიზმებს, მენჰადენებს, ქაშაყისებრნი, ხაზინებს, ხოხლობები, მიდიებს, ხამანწკებს, იმ არსებებს, რომელთა ჭამაც ბევრ ადამიანს უყვარს. და ხშირ შემთხვევაში ეს ნივთიერებები ერთგვარად ბიოაკუმულირდება ამ ცხოველებში. ასე რომ, ჩვენ რეალურად მიკროპლასტიკის გარკვეულ დოზას მივირთმევთ. თანაც ისე, რომ არც კი ვიცით, აბსოლუტურად და რაც უფრო მაღლა მივდივართ კვებით ჯაჭვში, მაგალითად თინუსი ჭამს თევზს, რომელმაც შეჭამა სხვა თევზი, რომელიც თავის მხრივ ჭამს სხვა თევზს. და მასში გროვდება არა მხოლოდ ქიმიური დამაბინძურებლები ან ვერცხლის წყალი, რაც კვებითი ჯაჭვის გავლით იქნა მიღებული, არამედ რაც უფრო ასაკოვანი და დიდია თევზი, მით უფრო დიდხანს მიმდინარეობდა მასში ეს აკუმულაცია, ბიოაკუმულაცია და ეს არ არის მხოლოდ მიკრო და ნანოპლასტიკი, ეს არის ყველა ის სხვა ნარჩენიც, რასაც ჩვენ ოკეანეში ვყრით, ყველა სხვა დამაბინძურებელი. ასე რომ, ყველაფერი კვლავ იმავე საკითხს, გაცნობიერებას უბრუნდება. და შემდეგ როგორ შეგვიძლია, იცით, როგორ შეგვიძლია ამის შემცირება, შერბილება. და რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა, მაგალითად, შევაჩეროთ პლასტმასის დინება ოკეანეში ან საერთოდ გარემოში, ანუ გავაკეთოთ ისე, შევწყვიტოთ თევზის მოხმარება. დიახ, ამისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ ასევე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება პლასტმასთან ზოგადად, ყველგან. იცით, ავირჩიოთ გადამუშავებადი მასალები, დარწმუნებით დავუჭიროთ მხარი. იცით, არსებობს პლასტმასის გამოყენების გამართლებული შემთხვევებიც, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში, სადაც ძალიან გამძლე პლასტმასია საჭირო, ან თუნდაც პლასტმასის ისეთი კონტეინერები საკვების შესანახად, რომლებსაც ოჯახში მთელი თაობის განმავლობაში ინახავენ. მაგრამ აი ეს ერთჯერადი, გადასაყრელი პლასტმასი მართლაც. ეს უნდა დასრულდეს, ისედაც იმდენად ბევრია უკვე გარშემო. დიახ, ის აღჭურვილობა, რომელიც ოკეანის ველური ბუნების დასაჭერად გამოიყენება, საერთოდ არც უნდა იქმნებოდეს იმ ზიანის გათვალისწინებით, რასაც იგი ზღვის სიცოცხლეს, ველურ ბუნებას აყენებს, მათი დაჭერითა და განადგურებით. და ეს პლასტმასის მემკვიდრეობის გარდა, ახლა უკვე არსებობს მოწოდებები ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, მაგალითად, ყველა სათევზაო ბადეზე, ყველა სათვრთო კონტეინერზე, ზღვაში დაკარგულ ყველაფერზე, თვალთვალის მოწყობილობების დამონტაჟების მიზნით, რათა წახალისდეს ხალხი დაკარგული აღჭურვილობის ამოღებისკენ. ბოლოს და ბოლოს, რა ხდება ახლა? თუ უზარმაზარი ბადე დაიკარგება, მეთევზეები სადაზღვევო კომპანიას უბრალოდ ეუბნებიან, დავკარგებადე, გამომიწერეთ ჩეკი, მაგრამ თუ სადაზღვევო კომპანია ეტყვის, მეთევზეებო, ახლა თქვენ ვალში ხართ, ან ამოიღეთ ეს ბადე, ან ჩვენ გამოგიწერთ ანგარიშსმის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანისთვის, ისინი მაშინვე მოტივირებულნი იქნებიან, წავიდნენ და ამოიტანონ ის. ან სულ მცირე თავიდანვე უფრო ფრთხილად იყვნენ, რათა არ დაკარგონ, დაუბრუნდეს გამგზავნს. მაგრამ ტექნოლოგია ხომ არსებობს, იცით, ყველა ეს სხვადასხვა სახის პატარა სათვალთვალოები და მსგავსი რამ. თუ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს iPhone-ს, თქვენს სათევზაო ბადესაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ასე რომ, ამის გაკეთების გზები არსებობს, თუმცა მისი დანერგვის გზაზე ბევრი ბარიერია. დანერგვა და გაცნობიერება. ასეც რომ იყოს, კაცობრიობამ ხვალვე რადიკალურად რომ შეამციროს ოკეანეში ახალი პლასტმასის მოხვედრა, უდიდესი გამოწვევა მაინც დარჩება. მიკრო და ნანოპლასტიკის უზარმაზარი რაოდენობა უკვე ცირკულირებს წყალში, ჰაერსა და კვებით ჯაჭვებში. იგი უკვე იქ არის. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე კვლევები, რომლებიც ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ეკოსისტემებში უკვე არსებულ მიკრო და ნანოპლასტიკის ამ გიგანტურ რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს კვლავ დიდი უცნობი იქსი ფაქტორია, მაგრამ ოკეანეში ხაზინები, ხამანწკები და სხვა ფილტრატორი ორგანიზმები, გვინდა ეს თუ არა, ასუფთავებენ წყალს ამ პატარა ნაწილაკებისგან და თავისთან ახდენენ მათ კონცენტრირებას.
საშინელებაა, რომ პრობლემები შევუქმნით როგორც მათ, ისე საკუთარ თავს. მარტივი პასუხი არ არსებობს. პირველი ნაბიჯია, შევაჩეროთ ნაკადი. გულისხმობ, ეს აშკარაა. მოდით, ამოვიღოთ ოკეანედან რაც შეიძლება მეტი პლასტმასი მანამ, სანამ იგი ჯერ კიდევ დიდია, სანამ მიკრო და ნანოპლასტიკად დაიშლება. ასე რომ, სულ მცირე არის რაღაცები, რისი გაკეთებაც პროაქტიულად შეგვიძლია. სწორია. ფიქრობ, დღესაც კი ჩვენ ოკეანედან პლასტმასის მხოლოდ 0.01%-ს ვიღებთ, მაშინ როცა შიგნით ვყრით იმაზე მეც, ვიდრე დათვლის გარეშე 10 მილიონ ტონა პლასტმასს. ასე რომ ის რაოდენობა, რაც გამოგვაქვს, ჩვენ უბრალოდ ვერ ვასწრებთ ამას, ეს ამასთან შეუსაბამოა, არ არის თანაზომიერი იმისა, რასაც შიგნით ვყრით, და ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩამდინარე წყლების გამწმენდ სისტემებს. რადგან ხედავთ, რომ უამრავი ნანოპლასტიკი ხდება ოკეანეში სწორედ ზღვაში ჩამდინარე წყლების გადამისამართების გამო. მაგალითად, როდესაც გაქვთ საკანალიზაციო წყლების დიდი გამშვები და მიკროპლასტიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ გზით ხდება გარემოში, რადგან იგი მოდის ჩვენი სარეცხიდან, შხაპიდან და სხვა ადგილებიდან, სადაც მიკროპლასტიკი შეიძლება წარმოიქმნას და გამოიყოს. მაგრამ გამწმენდ ნაგებობებში ფილტრაციის სისტემები, ისინი ხომ იმდენად პაწაწინები არიან, მათ არ შეუძლიათ მისი შეჩერება გასვლისას. დიახ, ეს არც კი არის შესწავლილი. მისი დაჭერა უბრალოდ შეუძლებელია. მათი დაჭერის ეფექტური გზა უბრალოდ ჯერ არ არის გამოგონილი. და ლიზა, თქვენი საქმიანობა საინჟინრო საქმის, ხელმისაწვდომობისა და ოკეანის დაცვის უნიკალურ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ღრმა ზღვის რომელმა ტექნოლოგიებმა მოგვცა უკვე იმის დანახვის შესაძლებლობა, რასაც საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს სრულად ოკეანის დაბინძურების შესახებ, განსაკუთრებით მცირე ნაწილაკების დონეზე, წყლის სვეტის დაბინძურებასა და ექსტრემალურ სიღრმეებში. დიახ, ჩვენ აქ, დოერში, ვქმნით ავტონომიურ წყალქვეშა აპარატებს, რობოტიზებულ აპარატებს თუ დისტანციურად მართვად აპარატებს და, რა თქმა უნდა, პილოტირებად წყალქვეშა ნავებს, ასევე ბევრ სხვა სინჯის აღების აპარატს ნალექების, წყლის ხარისხის შესამოწმებლად და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს, რაც წყალქვეშ მუშაობს. მაგრამ შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვქონდა ჰავაის უნივერსიტეტისთვის აშენებული დიდი 6500 მეტრზე გათვლილი დისტანციურად მართვადი აპარატი და მისი პირველივე სატესტო ჩასვლისას 4000 მეტრის სიღრმეზე. როდესაც ყველანი აღფრთოვანებულები ველოდით, თუ რას დავინახავდით, ჩავთეთ განათება და კამერა და პირველივე რაც 4000 მეტრის სიღრმეზე, ოკეანის ფსკერზე დავინახეთ, იყო დასანის წყლის ბოთლი. იგი ზუსტად ისეთსავე ხელუხლებელ მდგომარეობაში იდო, როგორიც მაშინ, როცა ვიღაცამ ნავიდან გადააგდო ან სანაპიროდან ჩაირეცხა. შოკის მომგვრელია ამის და იმ ნაგვის რაოდენობის ნახვა, რომელიც იქ მუდმივად გვხდება. ჩვენ ყველაფერი გვინახავს დაწყებული სათამაშო დათუნიებიდან, მთლიანი საზღვაო კონტეინერებით და დამთავრებული გამოუყენებელი, ჩაძირული საბრძოლო მასალების მთელი პოლიგონებით. ასევე ჩვენ დიდ დროს ვატარებთ მეცნიერებთან ერთად კლარიონ კლიპერტონის ზონაში, სადაც იგეგმება ღრმა ზღვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. იქ სიცოცხლის წარმოუდგენელი მრავალფეროვნებაა, თუმცა დრო და დრო მაინც ვხვდებით უცნაურ პლასტმასის ნარჩენებს. მაგრამ იქ არსებული სიცოცხლის ამ საოცარი მრავალფეროვნების ხილვა და იმ ზიანზე ფიქრი, რასაც ღრმა ზღვის სამთო მოპოვება გამოიწვევდა. ეს უბრალოდ კატასტროფა იქნებოდა. ამიტომ ჩვენ მართლაც ვაკვირდებით ამ ტერიტორიებს და რაც უფრო მეტ ტექნოლოგიას შევქმნით, რათა ადამიანებმა პირდაპირ გაიგონ, რა არის იქ, რა პრობლემები არსებობს და რომელი ზონები უნდა დავიცვათ, მით უკეთესია. იმედია, ჩვენ შევძლებთ საკმარისი გაცნობიერების დონის ამაღლებას, რათა გამოვიყენოთ სიფრთხილის პრინციპი ღრმა ზღვაში ნებისმიერი სახის მოპოვებასთან დაკავშირებით და რეალურად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის დასაცავად. იცით, ეს საზღვაო კონტეინერები, რომლებიც გემებიდან ვარდება და ოკეანეში იცლება. უბრალოდ გონება გამაოგნებელია, რას არ ნახავ იქ სიღრმეში. იმზურებასა და ექსტრემალურ სიღრმეებში. ოჰ, დარწმუნებული ვარ, იქ ყველაფერია. ეს უბრალოდ სიგიჟეა. და თქვენს ინტერვიუში ორგანიზაციასთან Divers Alert Network თქვენ ისაუბრეთ მონაცემთა შენახვა დაგროვებაზე და თქვით, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს. ნანოპლასტიკის კვლევებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფრაგმენტული მეთოდები და შეუთავსებელი მონაცემებია. თქვენი აზრით, რამდენად კრიტიკულია დღეს ღია ურთიერთთავსებადი ოკეანის მონაცემთა სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს მიკრო და ნანოპლასტიკის დონის დაბინძურების მონაცემებს, რათა სხვადასხვა გუნდმა საბოლოოდ დაინახოს ერთიანი, მთლიანი სურათი ამ დღევანდელი დანაწევრებული ფრაგმენტების ნაცვლად. დიახ, სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელსაც ჰქვია ტანზლი. მათი მიზანი სწორედ რეალური სამყაროს მონაცემების ერთად თავმოყრა ისე, რომ ჩვენ შევძლოთ მათი დანახვა, ქმედითი არჩევანის გაკეთება და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენ აქტიურად ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი მონაცემების ამ სისტემასთან დაკავშირება, რათა ყველაფერი ერთად მოვაქციოთ. და ჩვენ კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმედის წერტილებს, რათა დავინახოთ, რას აკეთებენ ადგილობრივი თემები, იცით? მაგალითად, ვთქვათ, ყველა მათგანი თვალს ადევნებს სვის კუებს. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ვუთხრათ, ჰეი, სხვა იმედის წერტილო, რას აკეთებენ თქვენი სვის კუები? რა არის ის ფაქტორები, რაც მათ საფრთხეს უქმნის? ეს ახალი კურორტებისგან გამოწვეული სინათლის დაბინძურებაა. პლასტმასია, რომელსაც ისინი ჭამენ, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციებია, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ინფორმაციის გაზიარება და არა მისი იზოლირება, არამედ გაზიარება თვალსაჩინო პლატფორმაზე, სადაც შევძლებთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და ასევე პოლიტიკის შეცვლას, რადგან საერთაშორისო დონეზე საქმე გვაქვს მხოლოდ მყარ ფაქტებთან და არა უბრალოდ იმასთან, რომ დღეს გარეთ თბილა, არამედ დღეს არის 28 გრადუსი ცელსიუსით, დიახ, ეს ფაქტია. აბსოლუტურად. ან ასეა, ან არა. და ყველა ამ მონაცემის ერთ ადგილას შეგროვება უზარმაზარი პროექტია, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ. ეს არის ცოდნის გავრცელება. სწორია. აქედან იწყება ყველაფერი. დიახ, და შესაძლებლობა იმისა, რომ დავაკვირდეთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, ტყის ხანძრები. დიახ, რომელი მიმართულებით უბერავს ქარი. მომიწევს თუ არა კვამლისა და ფერფლის ზეგავლენის ქვეშ ყოფნა. გავა იგი ოკეანის თავზე და შექმნის თუ არა სიტუაციას, სადაც შეიძლება მკვდარი ზონა მივიღოთ. იცით, აი ეს შესაძლებლობა რეალური სამყაროს მონაცემების პროგნოზირებად გამოყენება უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და საგანგებო სიტუაციებში ჩვენს დასახმარებლად. და ნასამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თქვენი პროექტები დოქტორ სილვია ერლთან ერთად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ოკეანისა და კოსმოსის კვლევებს ერთმანეთის გაძლიერება, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მიკრო და ნანოპლასტიკით დაბინძურებას. რომელი ინსტრუმენტებია დღეს ყველაზე სასწრაფოდ საჭირო უკეთესი კარტოგრაფირებისთვის? ავტონომიური პლატფორმები, ღრმა ზღვის სინჯების აღება, მატერიალურად ახალი სენსორები, თუ სრულიად სხვა რამ გვჭირდება ამ მონაცემების მისაღებად? ფიქრობ, საჭიროა და შესაძლებელია სინჯების უფრო მეტი აღება, დაწყებული მთიანი ოკეანისა და მდინარის ინტერფეისის ზონის მუნიციპალური ჩამდინარე წყლების ქარხნებიდან, ნებისმიერ ადგილას, სადაც მტკნარი წყლის დიდი მასა კვეთს ოკეანეს. მას ჩვეულებრივ თან მიაქვს უამრავი პლასტმასი, ბევრ სხვა ნალექთან და ქიმიკატთან ერთად. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სენსორების უფრო ფართო ქსელი, რომელიც რეალურ დროში მოგვაწვდის ინფორმაციას. მაგრამ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სენსორები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, თავად არ გახდნენ პლასტმასის პრობლემის ნაწილი. რადგან ხშირად ვხედავ, როგორ ამბობენ, ოჰ, მე უფრო იაფი სენსორი მჭირდება. ოკეანეში 50,000 პატარა ბურთი უნდა გაუშვა რეალური მონაცემების შესაგროვებლადო. მაგრამ რა ბედი ეწევა მათ სიცოცხლის ციკლის ბოლოს. ამიტომ, წარმოების თვალსაზრისით, მე და მთელი ჩემი გუნდი აქ ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რომ აი, ჩვენ ვაპირებთ რაღაცის შექმნას, რა მოხდება მისი ექსპლუატაციის ვადის ამოწურვისას. როგორ დავრწმუნდეთ, რომ მას უკან ამოვიღებთ და როგორ შევქმნათ პროდუქტი ადაპტური ხელახალი გამოყენებისთვის ან გადამუშავებადობისთვის. ასე რომ, საქმე მხოლოდ მეტი სენსორის შექმნაში კი არ არის, არამედ მათ სწორად შექმნაში, რათა ჩვენ თავად არ გავხდეთ კიდევ ერთი პრობლემის წყარო. დაბინძურების წყარო, პრობლემის ნაწილი, ზუსტად. და დოქტორო ერლ, თქვენ მხარი დაუჭირეთ იდეას ეკოციდის საერთაშორისო დანაშაულად აღიარების შესახებ, რასაც ძლიერი მორალური გზავნილი აქვს. პირადად თქვენ სადავლებთ ზღვარს. როდის წყვეტს გარემოსთვის მიყენებული ზიანი ცივილიზაციის შეცდომად ყოფნას და ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება ეწოდოს დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ და რა უნდა გაკეთდეს ამ ზღურის გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ჩვენივე ხელით შექმნილი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვეშაპები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. მათ ეს არ გამოუწვევიათ. ეს ჩვენ ჩავიდინეთ და ჩვენვე უნდა გავერკვიოთ ამაში. მე არ მაქვს მარტივი მზა პასუხები, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მათ უნდა მივხედოთ, თუმცა ყველაფერი იწყება იმის ცოდნით, რომ პრობლემა გაქვს, ხომ ასეა? ანუ, უნდა არსებობდეს შედეგები. ოჰ, კი, რა თქმა უნდა. დღესდღეობით უკანონო თევზაობა არსებითად ველური ბუნების უკანონო ვაჭრობას წარმოადგენს. და ლეგალური თევზჭერაც. დიახ, ლეგალური თევზჭერაც თითქმის ისეთივე ცუდია. მაგრამ, იცით, შედეგები, სასჯელი, ძალიან მცირეა. და თუ დაფიქრდებით იმ კავშირებზე, რაც ნებისმიერ, განსაკუთრებით კი არალეგალურ თევზჭერას აქვს სხვა სახის დანაშაულებთან, ეს შეიძლება იყოს იარაღით ვაჭრობა, ადამიანებით ვაჭრობა, ტრაფიკინგი, ნარკოტრაფიკი. ეს ყველაფერი ყოველთვის ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის ასპექტი.
ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იან ურბინასთან მის პროექტზე კანონგარეშე ოკეანე და მან ძალიან მკაფიოდ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით გაიტაცეს პატარა სოფლებიდან, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებიდან. დაარწმუნეს, რომ სადღაც ძიძად ან მებაღეთ იმუშავებდნენ. იქ ჩასულები კი წლების განმავლობაში სათევზაო გემზე აღმოჩნდებიან ხოლმე, ოჯახთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. თუ ისინი თევზაობას შეწყვეტენ, თუ საქმეს არ გააკეთებენ, მათ უბრალოდ გემბანიდან ზღვაში აგდებენ. მათ აქვთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ ადამიანებს გემიდან და ესვრიან ზღვაში, რადგან ისინი არ ასრულებდნენ ამ მონურ სათევზაო სამუშაოს. ეს შოკისმომგვრელი პრობლემაა. და იცით, ეს ყველაფერი თქვენს მაგიდაზე ბრუნდება, როგორც თხის თევზი. და ხალხი ვერც კი წარმოიდგენს იმ საშინელ შედეგებს, რაც ამას მოჰყვება. საიდან მოდის იგი? საიდან მოდის იგი? და აქ საჭიროა ანგარიშვალდებულება. საჭიროა, იცით, ძალიან პირდაპირი და მკაფიო პოლიტიკა. და მკაფიო პოლიტიკა, რომ მსგავს ქმედებებს მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ოკეანეში სიცოცხლის დაცვის კონტექსტში ხომ არ აღწერდით, რა როლს ასრულებს დღეს თქვენი პროექტები Mission Blue და Doer Marine? Mission Blue არ ჩაფიქრებულა როგორც კიდევ ერთი მორიგი დიდი ორგანიზაცია, არამედ როგორც რაღაც ისეთი, რაც მხარს დაუჭერდა გაცნობიერების იდეას, რათა ადამიანებს გაეგოთ იმ საფრთხის არსი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. იგი სულ უფრო იზრდება, მიუხედავად ჩემი სურვილისა, რომ არ ქცეულიყო კიდევ ერთ დიდ ბიუროკრატიულ სტრუქტურად და ახლა ჩვენ გვყავს წარმომადგენლები 116 ქვეყანაში. ბევრი მოხალისეა, ზოგი კი ანაზღაურებითაა ჩართული. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იყვნენ ცვლილებების კატალიზატორები პოზიტიური გზით, იყვნენ ბუნების ხმა, მონიშნონის ადგილები, რომლებსაც იცნობენ, რომლებზეც სრუნავენ და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა, რათა სადაც არ უნდა იყვნენ, გადაიყვანონ ეს ადგილები დაცვის უფრო მაღალ დონეზე. იდეალურ შემთხვევაში სრულად დაცულ ზონად, როგორც ამას ეროვნული პარკისგან მოელოდით. მაგრამ ნებისმიერი ადგილი, სადაც არ უნდა იყოს, რათა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, აი ეს არის მიზანი. და ეს ხდება. ხანდახან წარმატებითაც, სხვების ჩართულობით, სხვებთან ერთად მუშაობით, რათა მივახციოთ იმ ადგილის სრულ დაცვას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მნიშვნელოვანია. ყველა ადგილი მნიშვნელოვანია. პლანეტის არც ერთი ნაწილი არ არის ზედმეტი. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანები სადმე აკეთებენ, აშკარად გვეხმარება. და გარკვეულწილად იმედის წერტილის კონცეფცია სხვებსაც აძლევს შთაგონებას გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ოფიციალურად არ ხვდებიან ამ შემოხაზულ ტერიტორიებში. ეს რის თორიმებზე GIS-ი ტექნოლოგიით არსებობს. კომპანია არის ესრი. ესრი არის გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას და ინფორმაციის ფენებს. ჩვენ ეს გავაკეთეთ თითოეული იმედის წერტილისთვის, რათა შეიქმნას ბაზები მთელ მსოფლიოში საველე სადგურების მსგავსად, რომლებიც უკვე აგროვებენ და მომავალში კიდევ უფრო მეტად შეაგროვებენ ინფორმაციას, რომლის გაზიარებაც იქნება შესაძლებელი. და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომლებიც გვაძლევს საშუალებას გავცდეთ იმ საზღვრებს, სადაც მკვინთავების მიერ და ინფორმაციის უმეტესობა იქნა შეგროვებული ოკეანის პირველ 100 მეტრში. Doer-თან ერთად მუშაობით, წყალქვეშა აპარატების ტექნოლოგიების გამოყენებით, სულ მცირე, მომავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის პოლინეზიაში მოდელის შექმნით. მოდელისა, რომელიც კვლავ უკან აბრუნებს იმას, რაც შეიძლება იყოს ფინანსურად პროდუქტიული, მაგრამ ამავდროულად ბუნებისთვის პოზიტიური შედეგების თვალსაზრისით.
ზუსტად, ასე რომ ეს არის ერთგვარი შაბლონი იმ მოდელისა, რომელზეც ჩვენ მუშაობთ საფრანგეთის პოლინეზიაში TTR-8 საზოგადოებასთან და TTR-8 იმედის წერტილთან ერთად. და მერე, დიახ, ჩაგვყავს წყალქვეშა აპარატები, დიახ, ადგილობრივ თემს ვთავაზობთ ახალი სახის ტრენინგებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ განათლებას და შესაძლებლობას, რომ აიღონ ყველა ეს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მონაცემები და ატვირთონ ერთ პლატფორმაზე ტანსლთან ერთად, რათა დავინახოთ დიდი ტენდენციები. რა ხდება კუებთან დაკავშირებით TTR-8-ში? რა ხდება კუებთან დაკავშირებით ყურეში? რა ხდება ცხოველებთან დაკავშირებით ყველგან? მაგრამ ყველა ამ ელემენტის გაერთიანება ხდება ამ თემის ერთობლივი მოქმედების მოდელში, რათა მართლაც მიიღო მონაცემები. თუმცა ამაში ტექნოლოგიაც უნდა ჩართო, რაც დაგვეხმარება მონაცემების მოპოვებაში და ადამიანებს ამ პირდაპირ გამოცდილებას მისცემს. წყალქვეშა აპარატები კი, რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რაც კი გაგვაჩნია. ყველაზე, დიახ. იმიტომ, რომ იცით, სილვიას ეს გაუკეთებია. მას ჩაუყვანია, მაგალითად, ეკვადორის პრეზიდენტი ან გარემოს დაცვის მინისტრი წყალქვეშა აპარატით, ის კი თავიდან შეშინებულია. აქეთ თითით იყურება, როცა წყალი ბუშტუკებით გადადის აპარატზე. შემდეგ კი სახეზე დიდი ღიმილი ეხატება. დაბლა ჩადის და უცებს, საიდანღაც ოკეანის მზის თევზი ჩაულის და თითქოს თვალს ჩაუკრავს. ის კი პატარა ბავშვით ხდება. ოჰ, ღმერთო ჩემო. იცით, უბრალოდ აღფრთოვანებულია. მაგრამ სწორედ ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილება, რაც შეიძლება მოიტანოს ამ პირდაპირმა გამოცდილებამ და როგორც სილვია ამბობს, ცოდნასთან ერთად მოდის სრუნვაც. ასე რომ, რაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით მეტია გამოცდილებაც. აბსოლუტურად. და რაც უფრო მეც ვუჩვენებთ ადამიანებს, მით უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოუაროთ პლანეტას მთლიანობაში. მე ვისურვებდი მენახა მიშენბლუს და, რა თქმა უნდა, დოერ უფრო მეტი წყალქვეშა აპარატით. ვისურვებდი, რომ ეს სერიოზულად გაფართოებულიყო. და როდესაც მე ვახსენე სიტყვა ბიუროკრატია, არ მიგულისხმია, თითქოს ყველა ბუნების დამცველი ორგანიზაცია ბიუროკრატიული სტრუქტურაა. ისინი ასეთები არ არიან. მაგრამ ისინი ხდებიან. მე ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილებზე იმყოფებიან, მიეცეთ რესურსები, რაც სჭირდებათ საიმედოდ გამოსაკვლევად, ცოდნის შესაგროვებლად და მის გასაზიარებლად. ჩვენ უნდა შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულება ოკეანის ფასეულობის მიმართ. ვიმუშაოთ ყველგან, ყველა დონეზე, რაც კი შეგვიძლია, რათა უბრალოდ გამოვაფხიზლოთ ადამიანები და დავანახოთ, თუ რამდენად იღბლიანები ვართ 21 საუკუნეში, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები ვერც კი წარმოიდგენდნენ. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა გაიგონ, ამას ნამდვილად სჭირდება. თუ გვინდა, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ, გვჭირდება რესურსების მიმართვა ყველა იმ ადგილას, სადაც ადამიანები რეალურად, ადგილზე ცხოვრობენ ამ პრობლემებით და ეძებენ გამოსავალს. და თუ ამის განხორციელებას უახლოეს 5 წელიწადში ვერ შევძლებთ. არა და სწორედ ასეთი ტემპი გვჭირდება. დიახ, ისინი ძალიან აუცილებელია. ძალიან სწრაფი ტემპით უნდა ვიმოქმედოთ. რადგან სწრაფად უნდა გავზარდოთ მასშტაბები და სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ სამყაროს, რომელიც მართლაც ამ მიმართულებით მიდის. ჩვენ უნდა შევცვალოთ და გარდავტეხოთ ჩვენი ქცევა, ჩვენი გაგება, ჩვენი კანონები, რომლებიც მანკიერია და ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც ამას, რადგან ბუნებას ნულოვანი საბუღალტრო ბაზა აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ თავად მივიყვანეთ თავი ამ მიმართულებამდე, მოვიხმართ ბუნებას ისე, თითქოს იგი მუდამ იქ იქნება. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, შეხედეთ აი მტკიცებულებები. ჩვენ ვანადგურებთ სამყაროს. ფაქტები. ჩვენ უნდა გადავერთოთ ბუნების გაგებაზე. ცოცხალი არსება მეტი უნდა ღირდეს, ვიდრე მკვდარი თევზი, ცოცხალი ვეშაპი, 1000-წლოვანი ხე ან თუნდაც 100-წლოვანი ხე. ამას ხომ ამხელა რესურსი დასჭირდა. არსებობს ღირებულებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა დაფიქრების შემდეგ იმ ხის სამშენებლო მასალად ქცევა სწორი საქციელი იყოს, მაგრამ იქნებ უბრალოდ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ და დავფიქრდეთ, აი სად ვართ. ბუნება ჩვენს გამოილევა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ხმელეთზეც და ზღვაზეც. როგორ გადავცეთ პრობლემები და გადაჭრის გზები? როგორ შთავაგონოთ ადამიანები, რომ გამოვიდნენ თავიანთი ნაჩუჩიდან, თავი დააღწიონ იმ აზროვნებას, თითქოს ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და სჯობია უბრალოდ ცხოვრებით დავტკბეთ. ოჰ, დიახ. ცხოვრებისადმი საზიზღარი დამოკიდებულება. სამწუხაროდ ასეა. მე შემიძლია რაღაცის გაკეთება. ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება.
ვერავინ გააკეთებს ყველაფერს, რაც გასაკეთებელია, მაგრამ თუ ადამიანები აიღებენ იმ ძალას, რაც მათ აქვთ და საქმეში ჩართავენ. დიახ, ეს თითქოს ისეა, რომ ყველანი წვეთები ვართ ოკეანეში, მაგრამ ერთად მთელ ოკეანეს ვქმნით, ხომ ასეა? ზუსტად ასე, რომ ჩვენ ვქმნით მთელ ოკეანეს. და მე ძალიან მომწონს იმის დანახვა, თუ როგორ იცვლებიან ადამიანები. განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბავშვები. ისინი ყველგან არიან ეკოგაზიარების პლატფორმებზე, ცვლიან ნივთებს, არიგებენ ნივთებს. ისინი აღარ დარბიან პირველივე ჰიპერმარკეტში, რომელსაც წააწყდებიან შემდეგი. მოდური ნივთის საკიდლად. ისინი დადიან მეორადი ნივთების მაღაზიებში, იდულობენ მეორად ნივთებს, აღადგენენ მათ. ასე რომ დამოკიდებულება იცვლება. ხალხი ხვდება, რომ არ არის აუცილებელი მაშინვე ავეჯის მაღაზიაში იჩქარო, შეგიძლია იპოვო ნივთი, ვინტაჟური ინტერიერის დეტალი, ნივთი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და საკუთარი ისტორია. ხელახალი გამოყენება. მიეცით ნივთებს მეორე სიცოცხლე, ადაპტირდით მათზე, გამოიყენეთ ნაკლები, იყიდეთ უფრო შეგნებულად. და თუ რამეს ყიდულობთ, მაშინ აირჩიეთ ნამდვილად მაღალი ხარისხის და გამძლე ნივთები. ალატრა გლობალური კვლევით ცენტრში ჩვენთვის მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ უზრუნველყოთ, რომ სამეცნიერო ცოდნა არ დარჩეს ჩაკეტილი მხოლოდ პროფესიულ წრეებში. ჩვენი მიზანია დავაკავშიროთ კვლევები, საზოგადოებრივი კომუნიკაცია და პოლიტიკური დიალოგი მოხსენებების, ფილმებისა და ექსპერტთა დისკუსიების საშუალებით. თქვენი პერსპექტივიდან რა ეხმარება მეცნიერებას, რომ მან რეალურად მიაღწიოს საზოგადოებამდე და პოლიტიკოსებამდე, რათა ცოდნა იქცეს არა უბრალოდ ინფორმაციად, არამედ ქმედებად. სელვია, ისტორიულად ყოველ შემთხვევაში ჩემი სიცოცხლის მანძილზე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი გარკვეულ ფასი ხდიან, თუ კი გამოდიან თავიანთი სფეროდან და კომუნიკაციას ამყარებენ პოლიტიკის განმსაზღვრელებთან ან ფართო საზოგადოებასთან. თუმცა დამოკიდებულების ცვლილება უკვე ხდება, სადაც მეცნიერების დასაჭერად გაცემული გრანტები ხანდახან მოიცავს მოწოდებასაც, აიღო ეს ცოდნა, რომელიც რა თქმა უნდა გადაეცემა შენს კოლეგა მეცნიერებს, მაგრამ ასევე გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებამაც გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებ. ასე რომ ეს იცვლება, შესაძლოა კლიმატის მეცნიერების მნიშვნელობის საერთო გააზრების გამოც, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდო არა მხოლოდ შენს კოლეგა მეცნიერებს, სტილში, ეს მაგარია. რა აღმოაჩინე? შესანიშნავია, წამულუდი დავლიოთო, არამედ უთხრა ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე. დიახ. სიმართლის დამახინჯების გარეშე. თქვენ გჭირდებათ გზები აღმოჩენების არსის გამოსახატავად გადაჭარბების გარეშე და ისე, რომ არ დაიკარგოს მათი მნიშვნელობა. ასე რომ, ფიქრობ, ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დიახ, და ეს ყველაფერი ერთად არის საჭირო. და როგორც თქვენ თქვით თქვენს პირველთი იდი გამოსვლაში, გამოიყენე ყველაფერი, რაც ხელთ გაქვს. იქნება ეს წიგნები, ფილმები, მუსიკა, ნებისმიერი სახის მედია, რაც კარგად გამოგდის. აბსოლუტურად ყველაფერი. მაგალითად როგორც თქვენ, ან როგორც ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. დიახ, ზუსტად, იყავი ბუნების ხმა. ჩვენ მართლაც ვცდილობთ და ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც თქვენ თქვით, არის სამეცნიერო ცოდნის ისეთ ინფორმაციად ქცევა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული ადამიანისთვის, რათა ხალხმა შეძლოს წაკითხვა და იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს. ეს მარტივი უნდა იყოს. რათა მათ გაიგონ, რა ხდება ჩვენს სამყაროში, ადამიანის ბუნებასთან, ბიოსფეროსთან და ასე შემდეგ. რადგან ხანდახან ეს კვლევები ისეთი ენით არის დაწერილი, რომ ძალიან ძნელია გაგება და იმის დანახვა, თუ რა ხდება და ამას უბრალოდ არავინ წაიკითხავს. მეცნიერებიც კი იმდენად დაყოფილნი და განცალკევებულნი არიან ერთმანეთისგან. იცით, ერთი იკვლევს ერთ სფეროს, მეორეს. მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც ერთად იმუშავებს, რადგან როგორც ვისაუბრეთ, ჩვენ ყველანი ერთ პლანეტა დედამიწაზე ვცხოვრობთ. ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ მთელი მეცნიერება იყოს ერთ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რათა შევძლოთ მისი შესწავლა. ზუსტად და ამის შემდეგ შევძლოთ, იცით, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. უკეთესი, დიახ, და არა უბრალოდ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ჩვენს სასარგებლოდ, ან როგორ დავიჭიროთ მეტი თევზი 1 საათში. ზუსტად, არამედ როგორ შევასრულოთ უფრო საიმედოდ ჩვენი მოვალეობა ჩვენივე სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემის მოვლაში.
და დასასრულს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის, ყველა პროფესიის, ეროვნებისა და შეხედულების ადამიანისთვის მიმართვის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, მეცნიერებისთვის, მშობლებისთვის, მოზარდებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებებისთვის და მათთვის, ვინც ახლა სწავლობს ოკეანის გულით დანახვას. რა არის ის ერთი რამ, რის გაგებასაც თხოვდით კაცობრიობას ზუსტად ახლა? დაიცავით ბუნება, განსაკუთრებით ოკეანი, თითქოს თქვენი სიცოცხლე მასზე იყოს დამოკიდებული. იმიტომ, რომ ეს მართლაც ასეა. ჩვენ ამას ყოველთვის ვიმეორებთ, მაგრამ ეს აბსოლუტური სიმართლეა. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნების სისტემა, დავიცვათ წყალი, დავიცვათ მიწა, დავიცვათ ბუნება. მიაქციეთ ყურადღება, რა სჭამთ. დიახ, მიაქციეთ ყურადღება, რა გაცვიათ. დიახ, დაფიქრდით თქვენს პირად არჩევანზე და თუ იპოვეთ ისეთი რამ, რაც ნამდვილად გამოგადგებათ. თქვენს გარდერობში გაქვთ პატაგონიას ფლისის ქურთუკი, რომელიც 25 წელია არსებობს. გაუფრთხილდით მას, ჩაიცვით. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ატარებთ მას ამდენი წლის შემდეგაც. ნუ დაემორჩილებით სწრაფი მოდის გავლენას. დააწესეთ თქვენი საკუთარი ტენდენციები. დაამკვიდრეთ ტენდენცია. დაამკვიდრეთ ახალი ტენდენცია. დიახ, დაამკვიდრეთ ტენდენცია და გააზიარეთ იგი. და ბოლოს, ჩვენ უბრალოდ გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ, ამ ინტერვიუზე ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით, მთელი გუნდი აღფრთოვანებულია თქვენთან და თქვენთან, ლიზა, შეხვედრით. გმადლობთ ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის და ჩვენ მართლაც მადლობელნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ თქვენგან. დიახ, ჩვენ მართლაც ვისიამოვნეთ თქვენთან საუბრით და მოუთმელად ველით, იცით, ამ დიალოგის გაგრძელებას. დიახ, დიდი მადლობა. გმადლობთ. ეს ისეთი ლამაზია. მთელი მსოფლიო. დოქტორო ერლ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი მადლობა დღეს აქ მოწვევისთვის. მოხარულნი ვართ თქვენთან შეხვედრით. თქვენ მართლაც საოცარი ქალი ხართ, საოცარი პიროვნება, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ამ პლანეტისთვის. და დოქტორო ერლ ალატრასა და ჩვენი მრავალი ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით, ჩემთვის უდიდესი პატივია გადმოგცეთ მედალი კაცობრიობისადმი დამსახურებისთვის. ეს მედალი გადმოგეცემათ ოკეანის გამოკვლევაში, საზღვაო მეცნიერებასა და დედამიწის ცოცხალი სხვების დაცვაში თქვენი ისტორიული და მონუმენტური წვლილის აღიარების ნიშნად. თქვენი მთელი სიცოცხლის მანძილზე პიონერული კვლევებით, სამეცნიერო ლიდერობითა და ოკეანის კონსერვაციით, თქვენ ემსახურეთ კაცობრიობას, დედამიწასა და მომავალ თაობებს. გთხოვთ მიიღოთ ეს მედალი, როგორც ჩვენი გულწრფელი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლო დედამიწისა და მთელი სიცოცხლის წინაშე თქვენი არაჩვეულებრივი სამსახურისთვის. გმადლობთ ამ ლამაზი აღიარებისთვის, რომელსაც დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიმსახურებ. მე კვლავ გავაგრძელებ მცდელობას. იმდენი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ზუსტად კვლევების უდიდესი ეპოქის ზღვარზე ვართ. და ამ პატარა ლურჯი ადგილის მოვლის ზღვარზე, რომელიც ზუსტად ცენტრში მდებარეობს. თქვენ მართლაც საოცარი ხართ. ჩვენთვის ეს პატივია და თქვენგან კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ჩვენ ყველას ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ოკეანისგან. რა თქმა უნდა. მაგრამ გმადლობთ. და გმადლობთ იმისთვის, რასაც აკეთებთ, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ იმ პრობლემების მასშტაბები, რომელთა წინაშეც ვდგავართ. რადგან მხოლოდ მაშინ, როდესაც იცი, რომ პრობლემები არსებობს, შეგიძლია იპოვო გადაჭრის გზებიც, თქვენ კი ორივეს აკეთებთ. გმადლობთ. დიდი მადლობა.